ყოველ შაბათს 22 საათზე მთელი სამყარო იძინებს, მაგრამ არ ძინავთ მათ მაფიოზებს. მეხუთე სეზონში ვიხილავთ იტალიური მაფიისა და იაკუძას დაპირისპირებას. პატიოსნებში რა თქმა უნდა რჩება ექიმი და დეტექტივი. მეორე მაფიის გუნდი შედგება იაკუძასა და შოგუნისგან. იაკუძა დაქირავებული მსროლელი მოთამაშეა, რომელსაც დეტექტივი ამოწმებს შავად. შოგუნი არის უფრო მაღალი რანგის როლი. ის იღებს გადაწყვეტილებას თუ ვინ უნდა დატოვოს თამაში და გადაწყვეტილება მოქმედებაში მოყავს იაკუძას. მაფიაში ამ ორი ეპოქის გაერთიანებას ვიხილავთ. მას შემდეგ რაც თამაშიდან იაკუძა გავა, შოგუნი რჩება გასროლის გარეშე. იაკუძა იგებს იმ შემთხვევაში თუ თანაბარი რაოდენობით დარჩებიან მაფიოზებთან ან პატიოსან მოქალაქეებთან, ორი თორში ან ერთ-ერთში. იმის გამო რომ მაფიის ეს ორი დაჯგუფება ერთმანეთისთვის დაგვიპირისპირებინა, მაფიას დაუმატეთ მარჯვენა ხელი, რომელსაც გაცნობის ღამეს ირჩევს დონი და შემდეგ ყოველ ღამე ეძებს იაკუძას. შოგუნი არ მოწვდება არც დეტექტივის მხრიდან და არც მარჯვენა ხელისგან. თამაში უკეთესი ბალანსისთვის ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ პირველ ღამეს არავინ ტოვებს მაგიდას. პირველი ღამე არის მხოლოდ გადამოწმებების და სტრატეგიების დაგეგმვის ღამე. მეგობრებო, ვისაც მოგწონთ იაკუძას ახალი ფორმატი, მე ვიცი რომ თქვენ უკეთესად გამოგივათ, ასე რომ შეგიძლიათ მომბრძანდეთ ფულრომ მაფიაში, დაჯავშნოთ მარტო ან მეგობრებთან ერთად და მოირგოთ სხვადასხვა როლები საკუთარ თავზე. გელოდებით. თვირფასო მეგობრებო, ქართული YouTube-ის მაფია, იტალიური მაფიისა და იაკუძას დაპირისპირების მეორე ეპიზოდით დაგიბრუნდათ და ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ ყველას, ძალიან ბევრ ახალ სახეს ხედავ ქართულ YouTube-ში და ეს ყველაფერი ძალიან დასაფასებელი არის. გავამხრეოთ ახალი მოთამაშეები. თამაში, რომელიც ახალი ფორმატი არის, როგორც იცით, ცალკე იაკუძას კლანი დავამატეთ და ჩემი აზრი არის ასეთი, რომ მაფიის თამაში ყველას შეუძლია, თან ძალიან მაგრად. ელოში ხო მშვიდობა. სანამ თამაშს დავიწყებთ, გეტყვით რომ დღეს ერთი ადამიანი, ერთი MVP აირჩევა, რომელსაც ხალხი გამოავლენს community post-დან, ასე რომ თამაშის ბოლოს არ დაგავიწყდეთ რომ არხი შეამოწმოთ და ის ფავორიტი მოთამაშე გადავა ფინალში, სადაც საპრიზო ფონდი არის 20,000 ლარი და უამრავი პრიზები. უღრმესი მადლობა Betson Sports, რომელიც არის ჩვენი გენერალური სპონსორი. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაუხადო Benedictiners, რომელიც გერმანული იმპორტირებული ლუდი არის და თქვენ სადღეღრძელო სწავლებ მიირთვით, ვინც საჭესთან არ ხართ. ვინც საჭესთან ვართ, რა ვქნათ? რა თქმა უნდა, ამერიკული ნომერ პირველი ცივი ყავა Starbucks-ის, შეგიძლიათ მიირთვათ.
მადლობა მეგობრებო, ყველა სპონსორს, ვინც ქართულ YouTube-ში შემოდის. ეს არის ჩემი აზრით საუკეთესო ადგილი რეკლამისთვის, ასე რომ უფრო მეტად გააქტიურდით, შეიტანეთ ინფლუენსერებთანაც, YouTuber-ებთანაც, ყველასთან რეკლამები. გეტყვით, რომ ჩვენი სპონსორი არის Celsius-ი, რომელიც ოფიციალური წარმომადგენელი არის შიკის კონდიციონერების, მოდის ზაფხული და დაგჭირდება ყველას, ასე რომ გამოიყენეთ Mafia პრომოკოდი და მიიღებთ ფასტაკლებას როგორც მაღაზიებში, ისე ფილიალებში და ეს ჩვენი საპორტის იქნება და თქვენს დაგჭირდებათ, დარწმუნებული ვარ, ასე რომ მადლობა Celsius. Celsius-ი განსაკუთრებულად დააჯილდოებს თავის საჩუქრებს გადასცემს ფინალისტებს, ვინც MVP გახდება, ასე რომ უღრმესი მადლობა მათ გამოყვეს 8000 ლარის საპრიზო, ასე ვთქვათ, ფინალში და მადლობა მათ. 20000 ლარის საპრიზოდან MVP-ს 500 ლარი ავტომატურად შეხვდებათ, ვინც ერთი ადამიანი ამ მაგიდიდან აირჩევა ფინალში გადავა და ისინი ავტომატურად 500 ლარის მფლობელი გახდებიან და შემდეგ უკვე თუ მოიგო Mafia-მ 10000 ლარი განაწილდება 3-ზე, თუ მოიგო Yakuza-მ 2-ზე განაწილდება და პატიოსნების შესაბამისად 7-ზე. წარმატებებს გისურვებთ ამ თამაშშიც და ფინალში, რომელიც თქვენთაგანიც გადავა იმასაც. ვიმყოფებით full room Mafia-ში, რომელიც არის Miriam მეფის 31-ში, ჩვენ გვაქვს 2 ფილიალი, შეგიძლიათ Facebook-ზე დაგვაფოლოვოთ, დაგვალაიქოთ, ასევე Instagram-ზე, თუ გნებავთ რომ ითამაშოთ იქ, სადაც ჩვენ YouTuber-ები ვთამაშობთ ხოლმე, მაშინ დაჯავშნეთ მაგი და მარტო ან მეგობრებთან ერთად მობრძანდით, ითამაშეთ, გავერთოთ ერთად, ვითამაშოთ Mafia, მე მინდა რომ ყველა ჩვენთაგანისთვის Mafia იყოს როგორც ერთ-ერთი ჰობი. ედიტორებს ვეტყვი რომ Mafia-ის ღამე 13-ზე მიმდინარეობს წამახალისებელი გათამაშება, დაკლიპეთ ხოლმე საინტერესო ედიტები, სასაცილო მომენტები და ასე შემდეგ და მე და Slender-ა ერთად გავაკეთებთ რეაქცს და გამოვავლენთ ჩვენ ფავორიტებს. შეგახსენებთ რომ ედიტორებისთვის ცალკე საპრიზოა გამოყოფილი 6000 ლარის საჩუქრები გარიგდება მთელი სეზონის განმავლობაში. პირველ ნაკადში, პირველ გადაცემაში იქნება პირველი, მეორე, მესამე, მეოთხე ეპიზოდი, შემდეგ იქნება მეხუთე, მეექვსე, მეშვიდე და ასე შემდეგ. ყველაფერს დეტალურად გაიგებთ. და ანანო, როგორც ვიცით, ყველა გამომწერს თუ ედიტი არიცით, მეგობრებო, შეგიძლიათ უბრალოდ ვიდეო გადაიღოთ Mafia-ის თემატიკის, დადოთ TikTok-ზე, რაიმე საუნდზე გააკეთოთ, სასაცილო, როგორ თამაშობთ თქვენ მეგობრებთან ერთად და ჰეშტეგი გაუკეთოთ Mafia content და ამას ცალკე გამარჯვებულებს გამოვავლეთ და ძალიან საინტერესო ედიტები მხდება ხოლმე და ვიდეოები. მე მგონი ყველაფერზე ვისაუბრეთ, მადლობა ყველას ვინც მომისმინეთ, კარგად გრძელდებათ. დავიწყოთ მე მგონი. წარმატებებს გისურვებთ. ყველა სტუმრის ლინკი არის აღწერაში სოციალური ქსელების, ასე რომ გადადით, გამოიწერეთ, გაიცანით და წარმატებულ თამაშს გისურვებთ. მე მგონი დროა რომ დავიწყოთ. ეს შესანიშნავი სივრცე გააფორმა მანგამუნმა, რომლის სურათებიც არის 3D ვერსიები, შეგიძლიათ შეუკვეთოთ Instagram-ზე გაუკეთოთ შეკვეთა, ან მიბრძანდეთ წერეთლის 29 ნომერში, მაღაზია არის, დაათვალიეროთ ნივთები, როგორი მაგარი პოსტერები არის, გაუკეთოთ თქვენ მეგობარს საჩუქრები და ჩემი რეკომენდაცია გააქვთ და უგუნესი მადლობა ვინც Mafia პრომოკოდი გამოიყენეთ და ფასტაკლებას მიიღებთ და ეს იქნება ჩვენი საპორტიც. ასევე ჩვენ სივრცეში წარმოდგენილი არის ნამდვილი საბრძოლო კატანები და ღამე მინდა რომ ქილი ამ აი ესე გამოვაცხადო ვახო როგორ გაისვრის. ალესილი არის კომპანია, რომელმაც გადმოგცა ეს კატანები, ეს არის ნამდვილი საბრძოლო ვერსია. შეგიძლიათ შეუკვეთოთ როგორც ხმლების ძალიან ბევრი არჩევანი არის რა და შეგიძლიათ შეუკვეთოთ როგორც კატანები ბუტაფორია, ანუ და ნამდვილი კატანებიც რა. ასე რომ თქვენ იცით არაფერი მოიჭრა. დავიწყოთ მეგობრებო, ერთხელ კიდევ გავამხნევოთ ერთმანეთი. და Slender-ას ვთხოვ რომ დააღამოს და კარტები დავარიგოთ. კარტები შეგიძლიათ ქართშოპ-ჯიზე შეიძინოთ, განახლებული Yakuza-სი, ძალიან ბევრი YouTuber-ი დავამატეთ. აჩაფილია, ხო? კარგი. ყველას ძინავს. იბიძებს მხოლოდ პირველი ნომერი. გაიცნობა თავის როლს. ვებშვიდობები იგვითებს მხოლოდ მეორე გაიცნობა თავის როლს
მემშვიდობები იღიძებს მესამე ნომერი და გაეცნობა თავის როლს მემშვიდობებით იღიძებს მეოთხე მემშვიდობებით იღიძებს მხოლოდ მეხუთე ნომერი და გაეცნობა თავის როლს მემშვიდობებით იღიძებს მეექვსე მემშვიდობებით იღიძებს მეშვიდე ნომერი მემშვიდობებით იღიძებს მერვე ნომერი გაეცნო თავის როლს იღიძებს მეცხრე მემშვიდობებით იღიძებს მეათე იღიძებს 11 და იღიძებს 12 და ნახავს თუ რა როლი დაუტოვა ქალაქმა მემშვიდობები ხელები ავიღოთ ყველა მაგიდიდან ჩუმა ნელა იღიძებს მხოლოდ მაფია დონმა დაიქნიოს ხელი დონი ირჩევს მარჯვენა ხელს მემშვიდობები მაფიას იღიძებს დონი გადახედავს ქალაქს მემშვიდობები დონს დავიცადი იღიძებს მხოლოდ მარჯვენა ხელი მემშვიდობები იღიძებს შოგუნი და უერთდება იაკუძა მემშვიდობები იღიძებს დეტექტივი მემშვიდობები იღიძებს ექიმი და ისე გათენდება ამ ცოდვებით ახსავს ეკალაკში მოგესალმებით გათენდა პირველი ნომერი გახსნის დღეს მოგესალმებით მეგობრებო პატიოსანი მოქალაქე გახლავართ ძალიან მიხარია რომ ისევ მომეცა თამაშში ყოფნის შესაძლებლობა იმიტომ რომ წინა თამაში მე ახლა ინტერვიუებზე ვთქვი რომ მინდა მეთქი რომ წინა თამაში რომ მოკვდი შური ვიძიო მეთქი და ეს იყოს ის თამაში სადაც პატიოსნები მოვიგებთ ეს ამას ვამბობდი ოზისთან ერთად მე ძალიან მინდა რომ ჩემ გუნდში იყო მაგ სიტყვების მე ზუსტად ის რო ვთქვი დანარჩენი იმედი მაქვს რომ ყველა მოთამაშე აბსოლუტურად გამოიჩენს თავს
ეგ ძალიან მინდა, მაგრამ მე მაინც მინდა რომ პატიოსნება მოვიგოთ რა. ყველას კარგ თამაშს გისურვებთ, მაგრამ ჩემებს განსაკუთრებით. სხვა რა გითხრათ? აუ გეხვეწე. სხვა არ ვიცი, რაც ვუყურე მე ამ ხალხს, საერთოდ არ არიან ესეთი, როგორ გითხრათ, კრავები რა, როგორც თავი მოგაქვს ზოგ-ზოგიერთებს აქ და ამიტომ უფრო მეტად დაგაკვირდებით კიდე, რა ვიცი, სხვა რა. მადლობა დიდ. მადლობა. ორ ნომერს უსმენთ? მოგესალმებით. დამაჯერებელი იყო საკმაოდ პირველი ნომერი ჩემთვის და მეც მინდა რომ პატიოსნება მოვიგოთ. არა ვნახოთ რა როგორც იქნება და რაც იქნება სატესტოზე გავიგე და დაახლოებით რა როგორ და რანაირად, მაგრამ ეხა კიდე უფრო დავამუყამებ რა, ეგრე მგონია. დასრულეთ. მადლობა. სამიანი. მოგესალმებით. მე ვარ პატიოსანი მოქალაქე. ამ ეტაპზე სატესტოზე სხვანაირად მოხდა ყველაფერი. ბევრი ლაპარაკი არ მიყვარს ზოგადად, ვინც მისნობს ეცოდინება. ჩემთვის ჯერჯერობით ორივე, ანუ წვანია თუ როგორ, ანუ ხო, ესე არის ჯერჯერობით რა. მე გადავხედავ ყველას და კიდე უფრო მე გავერკვევი სიტუაცია. მადლობა. 4 ნომერს უსმენთ? მოგესალმებით ყველას. მეც პატიოსანი მოქალაქე ვარ. წინაზე უფრო საინტერესო როლი მქონდა, მაგრამ მგონია რომ ახლა კარგად გავართმევთ თავს. დამაჯერებელი იყო რა ვიცი, შენი მჯერა სამივეს დალაპარაკებით დამაჯერებელი იყო, გამიხარდება თუ სიმართლე იქნება და თქვენ ორი მართლა პატიოსანი მოქალაქეები იქნებით, იმიტომ რომ არაფერი პირადული გამიხარდება ერთად თუ ვითამაშებთ მოკლედ და ვნახოთ დაგაკვირდებით ყველას წარმატებებს გისურვებთ. მადლობა. 5. მოგესალმებით, პატიოსანი მოქალაქე. ჩემს წინააღმდეგებზე თუ ვისაუბრებ, ჩემ და გასაკვირად ყველა იყო საკმაოდ დამაჯერებელი. გულისხმობს მას, რომ ნერვიულობა რაღაც გაჭირვების სიტყვებს შორის არ ყოფილა. თუმცა რაღაც ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ აი ამ 4 ადამიანში ერთი უეჭველი შავი კარტით ზის, ჩვენთვის წითლებისთვის არასასურველი კარტით. ორი ნომერი რამდენად გულწრფელი იყო რაღაც სიტყვებში, არ ვიცი, მინდა რომ ვიპოვო ეს ყველაფერი. მალე და უსურვებ მაგიდას კარგ თამაშო, მალე გვეპოვოს წითლებს ერთმანეთი და ვისაც აქვს სტატუსი, ეს იქნება ექიმის თუ დეტექტივის, ღირსეულად შეებრძოლოს იმ ფეიქ გახსნებს, რომელიც სავარაუდო რომ ამ მაგიდაზე იქნება. მადლობა და წარმატებები მხოლოდ წითელი კარტის მოთამაშეებს და სხვებს ცუდი თამაში. მადლობა. 6-იანს უსმენთ? მე ისევ დავიწყებ საუბარს იმით, რომ დეტექტივმა მეორე წრეზე გადამოწმება, რომ ექნება გთხოვთი ლაპარაკოთ, რომ თამაში გავიგოთ რა ხდება, იმიტომ რომ თამაშს იგებს ინფორმაცია ახალი მოთამაშეებისთვის, წინაზეც არ იყვნენ ახალი მოთამაშეები, მაგრამ ხო და მაგათაც გადავალ. ანუ ნახე ახლა როგორი რაღაცა არის. ისეთი რაღაცა ხდება აქეთკენ რა, ანუ რაღაც თითქოს და იდილიასავით მიდიოდა, სანამ საბამ არ ჩამოვაგდო ეგ. მე მგონია რომ ერთი ან ორი შავი შეიძლება იყოს აქ. შეიძლება ორი განსხვავებული გუნდიდან რა. საიდანაც ნახე როგორი რაღაცა არის. ორიანზე ნაკლებად მგონია, იმიტომ რომ ემოციურად არის, მაგრამ ტაჰა, კაი რა. წინაზე ეგრე ძალიან ჩუმად იყავით, მიპარებოდი, რაც ვიცოდით. მაინც სახიფათო კაცი ხარ, ისეთი სახით მიყურებ რა. რაც შეეხება 1 და 4-ს, 1 და 4 შედარებით უფრო მეტად მომეწონა. ნუ 1, 2, 4 მომეწონა შედარებით. მგონია რომ 3-5-ში შეიძლება იყოს შავები. 3-5-ში. დასრულეთ თქვენ. 7-იანს უსმენთ? მოგესალმებით. ჩემი დებიუტია და მადლობა ჯითუს მოწვევისთვის, სულ მინდოდა თამაში. იცით რა, პირველად ხოლმე ვინც რაღაცას ამბობს, თითქმის ყოველთვის ჩემთვის ძალიან დამაჯერებლები არიან ხოლმე, იმიტომ რომ პირველი რაღაც რო დავიძინეთ და გავიღვიძეთ, რაღაც განსაკუთრებული, არ ვიცი, არ მინდა რაღაც ისე ვისაუბრო, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ განსაკუთრებული არაფერი არ ჩანს ხოლმე. მგონია რომ უნდა დავაკვირდეთ. მე პირველად რადგან ვარ მინდოდა პატიოსანი მოქალაქე ყოფილიყავი და ვარ და ძალიან მშვიდად და წყნარად და კარგად ვითამაშებ, როგორც მინდა და ისე გამოვიდა. ჩემთვის ამ ეტაპზე 5-იანი და 6-იანი არიან რატომ საეჭვო? იმიტომ რომ რაღაც ძალიან ბევრი ისაუბრეს, შესაბამისად მგონია რომ შეიძლება მათ უკან საინტერესო პერსონაჟები იმალებოდნენ, რომელიც არ არის პატიოსანი მოქალაქე. მადლობა. მადლობა, 8-იანს უსმენთ?
პირველზე შემოჩნია რომ თითქოს ცდილობდა რომ დაგვეჯერებინა რომ პატიოსანია და პატიოსანებთან ერთად უნდა თამაში და რაღაც ზედმეტად გამოვიდა და ცოტა მეეჭვება მაგიტო პირველი ნომერი, მეორეზე ნეიტრალურად ვარ, მესამეც ცოტა საეჭვოა. აი მეოთხეც ნეიტრალურად ვარ და მეხუთემ შეუტია უკვე მე ყველას, მანამდე იქით მიდიოდა ძალიან ისეთი გახსნის საუბრები და ჯერჯერობით ხელს ვერავის ვერ დავადებ. უყურებ, სხვებსაც მოусმენ და მე გადავწყვიტე. მადლობა, ცხრიანს უსმენ. ანანუ არის საკმაოდ გამოცდილი და ყურადღება მისაქცევია ყველა ვარიანტში, ანუ მაგას უნდა დავაკვირდე. შემდეგი 2, 3, 3-ზე ოდნავ ეჭვები მაქვს, მაგრამ ჯერ ვამუღამებ როგორც პერსონაჟს და ისე მთლიანად. როგორ მოიქცევა ამას დავამუღამებ. მეოთხე ერთადერთი ეჭვი ოდნავ მეოთხეზე რატომაც მაქვს ძალიან ინერვიულა საუბრის დროს, მაგრამ შეიძლება უბრალოდ დაამწყები რო არის და პირველად რომ ანუ ერთადერთი უბრალოდ აი ტვინში დავიტოვებ რომ მეოთხე შეიძლება რაღაცა ხდებოდეს. მეხუთეზეც ოდნავ ეჭვი მაქვს საუბრიდან გამომდინარე, კონკრეტული მიზეზების ჯერჯერობით ვერაფერს ვერ ვიტყვი, დანარჩენი პოზიციები იყო ნეიტრალური და ჯერჯერობით ყველას ვაკვირდები რა. ვერ ვიტყვი ვერც ერთზე, ვერც შავს ან წითელს, ჯერჯერობით უნდა დავაკვირდე. დასრულეთ. მადლობა. 10-ს უსმენთ? ძალიან საინტერესო არის, უბრალოდ მათემატიკურად ეხა როგორ ლაგდება რა. ჩემს აქეთ ილაპარაკა მინიმუმ 3 შავმა რა. ანუ ეს 2 თუ შავ კარტებად ჩავთვალე და 3 შავის კომუნიკაცია მე ვერ დავინახე. რაც იმას ნიშნავს, რომ შეიძლება 2 მაფია იყოს, სადაც 4-6 შეიძლება გუნდი იყოს, იმიტომ რომ 4-მა კი არა 6-მა 4 ძალიან დაიცვა, მე 5-იანი მომეწონა ყველაზე მეტად, იმიტომ რომ ის მატარებელი არ გააგრძელა და პირიქით შეტევა დაიწყო და პირველი ნორმალური სვლა ჰქონდა რა. მე გუნდში ავიყო 5-იანს, 7-იანი მომეწონა ძალიან და 9-იანი მომეწონა ძალიან რა. 8-იანს უბრალოდ 8-იანმა ცოტა შეტევა დააკლო ჩემი პირადი მოსაზრებით რა. 8-იანსაც რო შეეტია უფრო მეტი, უკეთესი იქნებოდა რა. ჩემი აზრით, შავი კარტები იქით 1, 2, 3-ში, 4-ში, 6-ში ძალიან კარგად სხედან. და აქეთაც შეიძლება დიდი ალბათობით ერთი შავი კარტი როგორც მინიმუმ უნდა იყოს რა. ემოციურ დონეზე აქედან რაც დავინახე, შეიძლება ეს 11 ნომერი უფრო იყოს ვიდრე 12, იმიტომ 12 ცოტა სხვაგან არის. ხო, ჩემი გუნდი იქნება 5, 7, 8, 9, 10. მადლობა, 11. ხო, მოდი გავყვები პირველი ნომრიდან. ემოციურად თუ შეგაფასებ რა, ანუ დიდად განსაკუთრებული სიწითლე ვერ დავინახე შენში რა და ალბათ თუ მართლა პატიოსანი ხარ ეს ცუდი არც არის. 2-3-ზე ნეიტრალურად მართლა არ ვიცი, 3 სხვათა შორის თქვენ რო არ მოგეწონათ, მე შედარებით თავისუფლად მომეჩვენა სატეცოს განსხვავებით. 3 უფრო მეტად თავისუფლად მომეჩვენა რა. ყველაზე მეტად ფიქრობ რომ ეძებს 6 ნომერი რა. მაგრამ ეს ძებნა შეიძლება კი 6 ნომერი შეიძლება ეძებს შავი კარტიდანაც, მაგრამ ამ ეტაპზე რა, აი ძალიან ის ბრმაწლე გამოვიდა რა, აი ვერ დავალაგე, აი ვიღაცა დეტექტივი რო გაიხსნება და რაღაცა გადამოწმებას დადებს, მაგალითად თქვათ 4-იანს დადებს შავად, მე 4-იანისგან ქსელს ვერ გავაბავ რა, ისეთი წრე იყო. ამიტომ მიჩვენია რომ შემდეგი წრე ცოტა შეტევები გავაკეთოთ რა. მე პატიოსანი მოქალაქე ვარ და აქედან გამომდინარე, ნუ არ მაქვს როლი და მანდედან გამომდინარე უბრალოდ სხვა ვარიანტი არ არის. თქვენ შეტევებს ვერ გააკეთოთ, მე ვერ დაგიხმარებით რა. 6-იანი შედარებით მეტად მომეწონა, 9-იანი ისე რა, რო გითხრათ გადავირიე არა და 10-იანის ფიქრობ რომ ეძებს, მიუხედავად იმისა, რომ მას არ მომეწონე. 6 იქნება ჩემი გუნდი, 10-იანსაც მაინც დავაკვირდები. დასრულეთ. 12-ს უსმენთ? პირველ რიგში მეორე ნომერზე ვიტყვი, რომ მეორე ნომერს საერთოდ არ ეწყობოდა ნერვიულობა ჩემთვის და ვფიქრობ, რომ არანაირი როლი არ აქვს არც წითლების, არც იასამნისფრების, არც წვანების და არაფერი ფრის მხარეს და ამიტომ 2 ჩემთვის სანდო არის ამ მიმართულებით. 3 ნომერმა საკმაოდ ლაკონურად ისაუბრა და თუმცა არ შეიმჩნეოდა არც დაბნევულობა და არც პასუხისმგებლობა, მაგრამ მაინც ვერ ვენდობი სიცოცხლის მიმართულებით. საკვირველი იყო საბას ხოდი. ეხლა გეტყვით ახლა. 4 ნომერსაც შეეხება. 4 ნომერისთვის რა ვიცი, ჩემი ასე ვთქვათ, ძალიან ბედნიერი იყავი და სამივე ძალიან მოგეწონა და იმედი ეს ბედნიერება ჩემი კუჭის ოპერაციასავით ძვირი არ დაგიჯდება. 5 ნომერსაც შეეხება ელოშ. ძალიან გამიკვირდა შენერი გამოსული მოთამაშისგან, რომ 5 ნომერი მოგეწონა იქამდე ყველაზე მეტად, მაშინ როცა 5 ნომერმა 2 ნომერი იეჭვა რა. ანუ ჩემთვის ყველა საეჭო 5 5 ნომერი ამ ეტაპზე და სასიამოვნო არის ის, რომ ოზიც კარგად უტევს, მაგრამ ამ ეტაპზე 5 ნომერი არის ყველა საეჭო და მე მგონი რაღაც უცნაური სვლა იყო შენგან. 9 ნომერსაც ვერ ვენდობი, ბოლომდე რო არ მოგატყოთ, 5 და 9 ნომერი ჩემს საეჭოები არიან ყველაზე მეტად. მადლობა. ყველას მოგისმინეთ და ეხლა დროა პირველი ღამისა, სადაც არავინ ტოვებს თამაშს. ღამე, მეგობრებო. იხმები ავითაროთ კარგად, დამლამდე ჩამოვიწიოთ ყველამ. თავი დაბლა დავხაროთ.
შეგახსენებთ რომ ეს არის მხოლოდ გადამოწმებების წრე და იღვიძებს მაფია მაფიოზები სახავენ სტრატეგიებს მათ 10 წამი აქვთ თავები დაბლა დავხაროთ ყველა ვებშიტობები მაფიას ვებშიტობები მაფიას იღვიძებს დონი და დონი ეძებს დეტექტივს მიიღო პასუხი იღვიძებს მარჯვენა ხელი და ეძებს იაკუძას ვებშიტობები იღვიძებს შოგუნი და შემოუერთდება იაკუძა იაკუძებს აქვთ 10 წამის სტრატეგიების დასაგეგმად ვებშიტობები იღვიძებს დეტექტივი და ეძებს მაფიას მიიღო პასუხი ექიმი არ იღვიძებს და თემდება თამაშს გახსნის ნომერი 2 შეგახსენებთ რომ ეს არის კანდიდატურების დასახელების წრე წარმატებski სურათ 2 ნომერი 1 წუთი კარგი წინა სატესტოზე რა ტაჰას მიამიტობამ ძალიან დამაბნია მე რა იმიტომ რომ ანუ მე ყველაფერში ვუჯერებდი რა რასაც ამბობდა იმიტომ რომ ანუ ეგრე იყო რა ჯერო დადებითი იყო დღესაც იგივე იყო ზუსტად ჩემ მე რადგან იყო მაგით ვაბარებ ხა ტაჰა ერთ-ერთი კანდიდატი ჩემთვის და მიიღო 3 ნომერი ხო 3 ნომერი მადლობა 3 ნომერს უსმენთ ჩემი აზრით ეხლა ვაკვირდებოდი რა რაც გონია არის ჯერჯერობით ოზიზე რა. იმიტომ რომ ეგრევე რატომღაც ჩემზე გამოიშვირა ხელი განა იმის გამო რომ რაღაცა შემოტყო რა, იმის გამო რომ მიხვდა რომ აი სატესტოდან ზუსტად რომ რაღაცა ეგონია რომ ეხლა ვარ მშვიდად რაღაცა როლი რომ მაქვს, მე მაქვს პატიოსანი მოქალაქის როლი და ჩემი აზრით ოზი არის ერთ-ერთი საშიში. მიღებულია პერსონაჟი. ბატონო, 4 ნომერს უსმენთ? მე ჩემ შემდეგ ყველას უსმინე, ყველას აუჯერე თითქმის რომ ყველა პატიოსანი მოქალაქეა. უბრალოდ ცოტა საეჭვოდ მომეჩვენა, ცოტა საეჭვოდ 10 ნომერმა ეგრევე რომ თქვა, კი ვიცი რომ ამობთ რომ ეგრევე ამას ავიყვან გუნდშიო, მაგრამ მაინც საეჭვოდ მომეჩვენა რომ ეს ეგრევე დაასახელა რომ ესენი იქნებიან, რომ თავიდან მინდა 10-ზე მქონდა ერორი. მე შენი ლაპარაკი ცოტა დამამნეველი იყო, იმიტომ რომ საერთოდ ყველას ჩაიხსენი და ცალკე ტიპი იყავი, რომელსაც თითქოს რავი, ყველას გაგდება გინდა ერთიანად, ამ ორს შორის ვარ და ალბათ უფრო 12-ს დავასახელებ რა. შეიძლება ვწდები, მაგრამ მხოლოდ ეგ მაქვს ახლა რა. მადლობა, 5 ნომერს უსმენთ? მოკლედ, მიიღეთ 6 ნომერის კანდიდატურა, მიიღეთ 9 ნომერის კანდიდატურა. რა ხდება ახლა ჩემ გუნდში იქნებიან 10, 11, 3. ესე იგი 12 ძალიან გასაკვირი იყო, შენ 10-იანს ეუნები რომ 5-იანის გუნდში აყვანა საეჭვოა, 5-იანის გუნდში აყვანა საეჭვო და 10-იანი ამბობს 2-იანი ჩემთვის საეჭვოა, ანუ 2-იანი 10-იანისთვის საეჭვოა და რანაირად არის, ცოტა რაღაცები ვერ დაალაგე შენ კარგად და კი 12 2-იანი თქვა საეჭვო დაუძახა და მე მაგიტომ მოხდი ჩვენ ერთ გუნდში რა და 9-იანმა ის გააკეთა რომ ვითომ რაღაც ზონეზე ყველა მოეწონა, არ წვედაწვა, არ ჩამფური შესაბამისად მე ეგ დავიჭირო თქოს აი თითქოს უმეტესად ყველა მოეწონდა ამდენ მაგით 5 შავი კარტია და ყველა თითქმის ყველა ვერ უნდა მოგეწონოს ძალიან უნდა მოახერხოს 6-იანმა რომ მე ხა ჩემი ხელი მასში არ ავწიო 6-იანი და 4-იანი ყოს გუნდად ნაპოვნი
6-იანი 4-იანი გონთ ნაპოვნი 6-იანი ჭო ჩემი ხელი და თუ რამე გადამოწმები არის 6-4-ში შავი დიდი ალბათობით გონია რომ ორივე შავია. თორე ერთი მაინც. 6-იანი მიღებულია 10-იანი 6-იანს უსმენთ? ეხლა დაწყნარდი. წითელი გადამოწმება არის გაჩვენდი. რა არის? წითელი გადამოწმება არის მეთქი თამაში და გაჩვენდი. არაფერი საფრთხე არ ემუქრება წითელს, ხო? ასე რომ. დანარჩენზე წავიდა. მიიღეთ თუ შეიძლება 8 ნომერის კანდიდატურა. მიღებული. აუ, კარგად რო ახსნა რა. მე კი ხვდები. ნახე როგორ რაღაცა არის წითელი გადამოწმება. მე ვარ დეტექტივი, წითელი გადამოწმება მაქვს და მე ვინც არ მომეწონა წინა წრეზე ყველაზე მეტად მინდა რომ ეგ დავასახელო. არის ეს 8 ნომერი. ანუ წინა წრის საუბრიდან ყველაზე ნაკლებად მომეწონა 8 ნომერი. შენც მიუხედავად იმისა, რომ ანუ რაღაცეებში ცოტა ცურავ სადღაც სხვაგან. მაგიტომ გონია რომ ხარ პატიოსანი, არ გასახელებ მაგიტომ. 12 შავი არის? არ მგონია 12 შავი. არ მგონია. მისი საუბრიდან გამომდინარე წინა წრეზე როგორც ისაუბრა, სადაც ეძებდა, როგორც ეძებდა, არ მგონია 12 შავი პოზიციურად. მადლობა. მორჩა საუბარი. 7 ნომერს უსმენთ? ჩემთვის არაფერი არ შეცვლილა, ანუ რასაც ვფიქრობდი, დიდად რაც ისაუბრეთ, რა ვიცი, ჩემთვის ესეთი პროდუქტიული არავის საუბარი არ იყო, რომ რაღაც შემცვლა და არ ვიცი 6 ნომერს რამდენად უნდა ვენდოთ, რადგან ამბობს რა დეტექტივია. მაგრამ არ ვიცი, ჩემი ის რაც ვთქვით, პირველად 5 ნომერს ისევ და ისევ მიიღო 5 ნომერი. მადლობა. აი, 6 ნომერი დასახელებულია? 6 ნომერი დასახელებულია? არის თუ არა? ხო, დავასახელოთ 6 ნომერი, დეტექტივი მე ვარ, 12-ს ვინადებდა ხელს, მე მგონი 10 ნომერიც ვინ უნდა დაასახელოს, იმიტომ რომ 12 ნომერი არის წითელი კარტი. პირველი 12 გადავამოწმე, იმიტომ რომ მეც რაღაცა მეეჭვა შეილაპარაკა და დღეს ვაპირებ, რომ ანუ ამ შემდეგ ღამეზე ვაპირებ, რომ 4 ნომერი და 6 გადავამოწმო. 6-იანი გაგიხსნა პროცედურა და რადგინე გადამოწმება შავი. ხო, ნუ 4-იანს გადავამოწმებ, რა მნიშვნელობა აქვს? სოის იყო, всё, 4-იანს გადავამოწმებ და ის ექიმა დამხილოს ამ ღამეს და 6-იანი არის ჩემი კანდიდატურა. მადლობა. 6-იანი ისედაც დასახელებული იყო, 9-იანს უსმენთ? კაი, არ ვიცი, რამდენად უნდა დავიჯერო ეგრევე, რომ დეტექტივი ეს არის, ვერ მივხვდი ჯერჯერობით, ანუ 100% არ მაქვს, ანუ ესაა დეტექტივი თუ მართლა ესაა. მე-5 ნომერი უბრალოდ მე აი რა აზრით ჩამომიყალიბდა, არის ის, რომ ბევრი გასროლა მოახდინა, აი ის ცუდი როჟაო, ეს ცუდი როჟაო და მე ჩემზე თქვა ცუდი როჟაო, ვერ მივხვდი, ანუ რატომ ხდა ეგეთი რაღაც და ანუ ეჭვს ბადევს ეს ყველაფერი. ანუ საბოლოო ჯამში დეტექტივი უნდა გავარკვიო, მაგრამ ეხა ამ ეტაპზე 5 ნომერზე მაქვს ეჭვი მე, რომ არის შავი. მადლობა. უცებ, შენ გადამოწმე 12 და წითელია? 4-იანს ფოლი. შენ გადამოწმე? 4-იანს ფოლი. ბადიში. 10-იანს უსმენთ? გადამოწმება გითხარი 6 ნომერი, აუცილებლად გითხარი. 5-იან ყავს თითლად. ანუ შეიძლება 4-5, აი, მოკლედ მე ეგრევე ვყალიბდები 8 ნომერი არის ჩემთვის დეტექტივი რა. ანუ ვიღაცებ შეგიძლიათ არის ქნათ, ეგ არ გაითვალისწინოთ, მე ვყალიბდები ჩემი ხელი წავა 6 ნომერს, იმიტომ რომ 6 ნომერი ძალიან ცუდი იყო ნულოვან წრეზეც. 12 რო წითელი არის, ეგ ბევრს არაფერს არ ცვლის, იმიტომ რომ აი ისეთ საუბარი ქონდა, თითქოს ფერები იცოდა. და თუ ფერები იცის, შეიძლება შოგანიც იყოს და როგორც მინიმუმ ერთი თავის კარტის ფერი იცის და კიდე უფრო კარგად ხედავს იმებს. 11 წითელი მგონია, იმიტომ რომ საუბრის დროს ძალიან წითელი მე მგონია რომ შავი მანდეც ხეთხართ რა, ცუდად თუ არ გამიგებთ 1 ნომერი, 2 ნომერი ძალიან შავი მგონია მე პირადად, 7 ნომერი არ მომეწონა, იმიტომ რომ 6 ნომერი დეტექტივად რო გაიხსნა ზედმეტად დაიბნა მაგის გამო, მე უროლო პატიოსნად გნებდებით აქვე, არც ექიმი ვარ, არც დეტექტივი, არაფერი მსგავსი არა ვარ, ჩემზე ქილს ვინც დახარჯავს, უბრალოდ თამაშის არც უნდაში ჩაეტყვა, მეტი არაფერი პას. მადლობა, 11. 5-იანი წითელი რა შემოაგდეთო. ეხლა მომისმინე, მაინც ხوارჯობია რომ ორივე დავტოვოთ. რა დავტოვოთ რა ორივე რა. რავი, თუ ძალიან არ დაშავდება, ეხლა რა ვიცი რა, ანუ ისეთი თემა არის. ანუ პირდაპირ 8 ნომერი რანაირად იპოვე ეგრევე რომ რაღაც ვარიანტად შავიო. ან რატო არ გაიხსნა 8-ში შავით? უფრო დამაჯერებელი არ იქნებოდა 6 თუ შავია. 8-ში შავით რატო არ გაიხსნა? რა, რას მეუბნები? 5 წითელი გავიგე, მაგრამ 8-ში შავით რატო არ გაიხსნა?
თუ დონია და გადაამოწმა რა ვიცი ხო ანუ ემოციურად ძალიან უკან ხარ ხო იცი იმიტომ რომ TMG-ს უფრო დაიჯერებენ ქალაქი ამაზე მზად იყავი არა ზოგადად ვეუბნები რა მაგრამ მე გულში აგიყვანე შენთან სავარაუდოდ მეც რუიანი დეტექტივი ნულოვანზე რუიანი გულში მყავდა მე არ ვიცი ორივე დეტექტივმა ისაუბრეთ და ყველაზე წითელი კარტი ვინც იქნება ივანაც ისაუბროს სად ჩატარდება სად წავა ხელები რა მე არ ვიცი მე მგონია რომ ერთი გადამოწმებები ორივეს უნდა მივიცეთ ეხლა რომ ნაღდი დეტექტივი გაგვივარდეს არ ვიცი რა ხო იცი რომ ესე არ ვიტყოდი შავი რო ვიყო უბრალოდ ესე ვფიქრობ მე და დაგვეხმანი ანანო შენც ბოლო შენ ხურა რა ვიცი დახატე მაგიდა კანდიდატურად მიიღე 3 ნომერი 5 და 9 ნომრის შეტევა ერთმანეთზე მგონია ერთი გუნდის შეტევა ერთმანეთზე რომ ერთი მაინც ჩაიხსნას რა ძალიან ფეიქი შეტევა არის ელოში რა არსაიდან არ შეუტია 5-მა 9-ს ანუ 5-მა აიყვან რამოდენიმე გუნდში და მე აი რამოდენიმესაც შეუტია და მე-9-ს აი ბონუსად შეუტია რომ ვითომ აი ჩემი გუნდი არ არის ამიტომ ძალიან შეაიჭორო ჩემთვის ეგ 5 ნომრის 6 სულა მაგიტო ჩავდა თავიდან ხელი 5-ში და 6 გადაეფარა 5 ნომერს ხარ ას ვერ ხვდები ბიჭო ანუ ძალიან ლოგიკურია და ჩემში არ გაისროლოთ რომ ამოს რა შენ ყველაზე გამოზრდილი მოთამაშე ხარ რა და თუ ვინმე უნდა გაესროლოთ ჩემში გასულა იყო იდეაში სწორი რა ბიჭო 500 ხელი გაქვს ნათამაშები კაცო რა სეუნები აზერების გამო ადამიანის ანუ თამაშის მოქლა არის არასწორი არა პირიქით მე რო ვიყო მაფია უეჭველი შენ გესროლდი იმიტომ რომ ყველაზე გამოსტილი მოთამაშე ხარ შენ და შენი შემეშინდებოდა მე პირადად და რავი არ გეწვინოს მაგრამ 2 ნომერს არ ვესროდი მაგალითად ამ ეტაპზე ყველაზე წითელი ჩემთვის არის 2 ნომერი და 8 ნომერი იმიტომ რომ თუ მე გადამომწონდა მე უეჭველი ვიცი რო არ წითელი და არ იასმანისფერი ვარ და არ ჩავი ამიტომ 8 ნომრის დეტექტივობით თამაშობ 5 6 და შეიძლება 9-ც არის ჩემი შავი კარტები ამ ეტაპზე მაგიდასთან. მადლობა. სანამ პირველი ნომერი დახურავს სტრესს, დასახელებულები არიან 3, 6, 12, 9, 8, 5. პირველი ნომერის 1 წუთი. ეხა ესე დალაგდა რა. მე ჯერ ერთი ძალიან ბევრჯერ ვითამაშე ემოციურად და ძალიან წავაგე, გასაგები ემოციურად არ მომწონხარ, მაგრამ 5-იანსა და 6-იან შორის უფრო იყო შავი, ლოგიკური იყო გადამოწმებად. გასაგებია 8-იანის გადამოწმება 12, 11-12-ში გავაკეთებდი. მეც პირადად გადამოწმება საუცილებლად ლოგიკურია. 6-იანისგანაც მესმის, მე 5-იანის გადამოწმება. 9-იანი დიდად არ მომეწონე რა. ვაყენებ 9 ნომრის კანდიდატურას, არ მომეწონე, იმიტომ რომ ძალიან პატიოსნები დაუძახე ხალხს ძალიან ის. ნახე 2-იანზე დიდად შეტევა არ მიდის, არავის არ ვთქვა მდიდა და შენგან მარტო. შენი საუბარი ისე იყო, რომ მე იტყვი, რომ ყველას უტევდიო და მე რანაირად ყავარ ჩავიო. აი მაგას ვხედავ მარტო 10 ნომრისგან, მე პირადად ეხა ყოველ შემთხვევაში რა. 2 ნომერი, 3 ნომერი არ იყო შეტეული კარტები, ჩემი აზრით, 4 ნომერი მე პირადად მომეწონა, ერთადერთი 10 არ მოეწონა. 5, 6, კაი, გადამოწმებული, 7 ვიღა დარჩა შავი მაშინ. მაშინ აქეთ შენ როგორც ხატავ რომ აქეთ არის შავები, მე მაშინ აქეთ გამომდის შავები. და არ მგონია რომ იმას თავისი შავი შავად პატიოსნად გადაემოწმებინა. შეიძლება 12 მართლა პატიოსანია. დასრულდა. დასახელებულები არიან 3, 6, 12, 9, 8, 5 ნომრის კანდიდატურები. 3 ნომრის 30 წამი. მე არა ვარ პირველში პატიოსანი მოქალაქე ვარ. ჩემი აზრით 8 არის დეტექტივი და სწორად გადამოწმა. მე ვფიქრობ რომ ანუ მე უკვე ზუსტად ვიცი, შეიძლება არ ვიცი ზუსტად, მაგრამ ვფიქრობ ვინ არის შავი კარტები მგონია 6, 7, 9 ეს შავი კარტები მგონია რა. მე პირადად მომიწევს გადარჩენა. დასრულდა თქვენი დრო. 6 ნომერს უსმენთ. ნახე, ჩემს წითელს მეთქი, წითელ გადამოწმებას არ ემუქრება არაფერი თქო და არ ვამბობდი ვინ იყო. 5-იანი იყო, არ იყო დასახელებული, რატო უნდა მეთქვა? 8-იანზე უბრალოდ არ მომეწონა მისი საუბარი როგორიც იყო. 5-იანი არ იყო დასახელებული 8-იანმა ისქნა რა როგორიც იყო. მაგიტო იყო რომ ანუ მე 8-იანი არ მომეწონა დავასახელე რომ ცოდნოდა მე 8-იანი როგორც შენ თქვი, მართლა შეუტევდი ეგრევე 8-იანს მე. ანუ ეგრე არ გავჩერდებოდი. ვარ ანუ დეტექტივი რომელსაც უბრალოდ ანუ ვერ ხვდება სად არის რაღაც, ანუ რა ხდება. იმიტომ რომ არ ვიცი. დასრულდა თქვენ. 12 ნომერს უსმენთ? მე ვერ მივხვდი ისე პრინციპში ერთ რაღაცას რომ საერთოდ რატო გაიხსენი იმას არანაირი ეჭვი შენზე არ მოდიოდა ეგ კითხვას მაქვს შენთან რა მაგრამ მაცადე ეწოთი მაგრამ მაინც თამაშობ შენი მით ანუ აი ეს გამოუსულობაზე ვაბრალებ ამას მაგრამ არანო მომეწონა რომ არანო აშკარად ჩემს გუნდში ხარ რასაც მე უბრალოდ იმას ამბობ 5 6 9 არ მოწონს არც მე და არც შენ და ეს მომწონს მე ანანოს თამაშს მივყვები ამ ეტაპზე 2 ნომრის თამაში ისევ მივყვები მივხვდი იმისა რომ ანანოს არ მოწონს მაგრამ ამ ეტაპზე გადავიტანოთ ისრები 6-8 შორის რავი ბალანს ვშვებით რა შევთ არ ვიცი მაგრამ მე 6 ნომრის გაშოვას ვეთანხმები ამ ეტაპზე იმიტომ რომ ჩემთვის ყველაზე შავი ვინც არის მაგიდასთან იმას აწეთლებს 9-იანს უსმენთ
კაი, მე რასაც ხედავ, ეხა მგონია რომ ნამდვილი დეტექტივი არის აქ, 6 ნომერი არის fake დეტექტივი და რაც შეეხება ჩემ კანდიდატურას დასახელებას, ანუ რა მე რეალურად მეხუთეზე გავისროლე თავიდან და რატო წამოვიდა ჩემზე ეგ აგრესია რომ ანუ შავიაო ვაფშე ვერ მივხვდი, ანუ წარმოდგენა არ მაქვს. ნეიტრალური პოზიცია არ მქონდა პირიქით, ანუ ვისროდი რაღაც მიმართულებებით, რომ მე ნახა რეალურად ვის რა რეაქცია ექნებოდა რა. ამიტომ პატიოსანი მოქალაქე ვარ მე ჩვეულებრივად. დასრულდა თქვენი დრო, 8-იანს უსმენთ? მე ვარ ნამდვილი დეტექტივი და 6 ნომერი მგონია რომ დონია და უბრალოდ გაიგო რომ დეტექტივი ვარ და რაღაცნაირად შეიძლება თამაში შემოbrunება ისე უნდა და რომ თქვენ პატიოსნებისთვის დაეჯერებინა რომ თვითონ არის რეალური დეტექტივი. 12 გადავამოწმენ როგორც გითხარით, დღეს გადავამოწმენ, ну ღამეს გადავამოწმენ 4 ნომერს, იმიტომ რომ თითქოს ცოტა ნერვიულობს ეგრე მეჩვენება და 6 ნომერი უკვე ფაქტია რომ შავი კარტია. всё. მადლობა. 5 ნომერს უსმენთ? რა გააკეთა ეხლა და სავარაუდოდ დონია იპოვა რვიანი, მე ჩემ და გაჩუმდი წითელი გაგრისა მაგ გადამოწმება აქვს შენზე, ჩემი ხელი მოიწყდა. ეხლა ძალიან 10 და 11-ს მიმართავ. 11. ძალიან საეჭვთ არის რაღაც 4, 7, 9-იანი ემხრობა ჩემ გაშვებას ეხლა 5-იანიო და ეხლა უცებ შეიძლება დეტექტივი რვიანია. პირველი მე გავაკეთე შეტევა 6-იანზე. 6 და 4 გუნდია. რაღაც საეჭვოა რამდენიმე ძალიან საეჭვო და რამდენიმე ძალიან საეჭვო დაუშვა 5-იანის კანდიდატურა და ეხლა სულდა თქვენი დრო. ყველას მოგისმინეთ, ხმის მიცემა იწყება ამ კანდიდატურებზე 3, 6, 12, 9, 8, 5 ამ თანმიმდევრობით. შეგახსენებთ თუ ხმას არ მისცემთ, თქვენი ხმა ავტომატურად ბოლო კანდიდატურაზე გადავა, ასე რომ წინასწარ გადაწყვიტეთ ვის აძლევთ ხმას და შემდეგ მიეცით ხელი. დასახელებულები არიან 3, 6, 12, 9, 8, 5. 6-იანს მეორე ფოლი დაუწერე. ვინ ფიქრობს რომ 3-იანმა უნდა დატოვოს თამაში, ეხლა მიეცით ხმა? არც ერთი. ვინ ფიქრობს რომ 6-იანმა უნდა დატოვოს თამაში, ეხლა მიეცით ხმა? 1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8 ხმა. 6 ნომერი ადგა ფოლებით. დავემშვიდობოთ. ღამე მეგობრებო. ოზი არის დაღლილი, ოზი არის გაბრაზებული, ოზი არის ანუ როგორ ხასიათზე იცი რომ აი თამაშის სურვილი რო აღარ ქონდა, იმიტომ რომ როგორც კი ანუ ტიპებმა ანუ გამიხსენით თუ არა ეგრევე ტიპები მიტევდნენ უაზროდ და მე პირადად აღარ მაქვს სურვილი ესეთი მაგიდის 11 ხელი აწიეს ერთ-ერთ დეტექტივზე. ანუ ფეიკია თუ არა არ აქვს მნიშვნელობა ადამიანს შეიძლება ნამდვილი იყოს. ეგრე საბა საპანაძე ისეთ ცუდ დეტექტივი იყო ერთ-ერთ თამაში რომ ანუ გასაშვები იყო, მაგრამ ანუ გადავარჩინე მაშინ ავდექი ექიმი. და ხო რა ანუ არ მიყვარს. ნეგატიურად თუ არ შევაფასო, ჩემი თამაშიც ცუდი იყო, ანუ მაგაზე არ ვამბობ რაღაც კარგია, მაგრამ ანუ როგორც არ უნდა იყოს 11 ხელი არ უნდა იწეოდეს ერთ-ერთ გახსნილ დეტექტივს და გაითვალისწინეთ ეგ თუ შეიძლება რა. არის სურვა გაბრაზებულმა 6-მა ნომერმა ბოლო სიტყვის დატოვება? ყველას ძინავს. იღვიძებს მაფია! და ირჩევს მსხვერპლს! მიიღეს გადაწყვეტილება, იღვიძებს დონი და ეძებს დეტექტივს. მიიღო პასუხი, იღვიძებს მარჯვენა ხელი. მიიღო პასუხი, ახლა კი იღვიძებს იაკუძა და შოგუნი. მიიღეს გადაწყვეტილება, იღვიძებს დეტექტივი. მიიღო პასუხი, იღვიძებს ექიმი. თამაშს ტოვებს ნომერი 7. თქვენი ბოლო სიტყვა. არ მაქვს არანაირი ბოლო სიტყვა, იმიტომ რომ საერთოდ
ვერ გავიგე რა მოხდა. აზრზე არ ვიყავი არაფრის, ვიყავი პატიოსანი მოქალაქე და ტოვებთ პატიოსანი მოქალაქე. დავშვიდობთ 7 ნომერს. არ ვიცი 30 წამი რამდენად მეყოფა იმისთვის რომ თქვა საერთოდ ვერ გავიგე რა მოხდა. ვიყავი როგორი პატიოსანი მოქალაქე იცით გქონია რომ შეხედავდნენ პირდაპირ შუბლზე მეწერა რომ ვიყავი პატიოსანი მოქალაქე. ვერც ნორმალურად ვერ გავერკვია თამაში, ისე მალე დავტოვე, არც ვიცი, ვერც პერსონაჟებში ვერ გავერკვიე. ძალიან მინდა და კიდე დარჩენა და თან თქვი რომ რადგან პირველად ვარ თქო, მინდა პატიოსანი მოქალაქე თვითამაშა თქო, მაგრამ არ დამცალდა. წავედი. თამაშს ტოვებს ნომერი 3-იც. თქვენი ბოლო სიტყვა. მე პირადად ფიქრობ ისევ 9 ნომერზე, იმიტომ რომ 9-ზე ვთქვი, მე ვიყავი ექიმი და გადავარჩინე იდეაში 8 ნომერი. შემეძლო საკუთარი თავის გადარჩენაც, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ 9 არის მაფიოზი აქეთ 2 ნომერთან ერთად. დავტოვე. დავშვიდობთ 3 ნომერს. იდეაში საინტერესო უნდა ყოფილიყო. პირველის მერე ცოტა მუღამში შევედი, ესე ვთქვათ, მაგრამ ჩემმა სიტყვის ნაკლებობამ რომ ცოტა ვსაუბრობ, ალბათ იმოქმედა მათზე და გადაწყვიტეს რომ ცუდი ტიპი ვიყავი რა და სიამდვილეში არ ვიყავი. ეგენი რომ ცუდად გამختარიყვნენ, მე აქ ვიდექი რა, გვერდში. მაგრამ ეგრე მოხდა. ჩემი აზრით ამ თამაშს მოიგებენ მაფიოზები რა. იმიტომ რომ ვფიქრობ ძალიან გამოსტილი მაფიოზები დადგნენ ერთად ერთ მხარეს რა. ორმა ადამიანმა დაგვტოვა წრეს გახსნის ნომერი 4. თქვენი ერთი წუთი. ვაუ, ცოტა დავიბენი ახლა. მე თავიდან 6 ნომერს დავუჯერე, როდესაც დეტექტივად გამოვიდა. მე 8 ნომერსაც დავუჯერე. ახლა არ გამოვირცხავ 6-იანი მაფიოზი ყოფილიყო, მაგრამ 8 ნომერზე მეფიქრება, აი მე რომ მაფიოზი ვიყო და მე თქვა რომ დეტექტივი ვარ თქო, fake detectives არ არის. არ ვიცი. ანუ 50-50-ზე ვარ, არ ვიცი რა. წეგან რო თქვა რომ 4-ს გადავამოწმება, მაინტერესებს რა სიტყვის ჩემზე. თუ თქვა რომ მაფიოზიაო, მაშინ ეგრევე ვადებ რუიანს რა, ხელს. სხვას ვერაფერს ვერ ვიტყვი ჯერჯერობით. ამობს რომ მაფიოზი ვარ, მაშინ მე ვამბობ რომ ის არის მაფიოზი, იმიტომ რომ მეც მაგას ვიგზავნდი პრინციპში. ეგ იქნებოდა ჩემი სტრატეგია რა. არ ვიცი, სხვაც ვერაფერს ვერ ვამბობ ჯერჯერობით სხვას. და 12-ზე რომ მეგონა რომ მაფიოზი იყო, გადავიფიქრე 12 და პირველი და 2 მგონია რომ წითლები არიან და ვსაო რა. როგორ? 8-ზე ვიტყვი მე რა. კანდიდატურა ხო არ ყავს? 8-ზე ვამბობ ჯერჯერობით. გვიანი მიღებულია. 5 ნომერს უსმენთ? მე თავიდან გითხარით, არ ვიცი, ვინ დაუშვო ჩემი ცუდი კარტი, მაგრამ თავიდან გითხარით, რომ ვიპოვე ჩემ წარმოსახვაში გუნდი 6-4 თქო, 6-იანი შავი, 4-იანი შავი, მე ვარ წითელი, 9-იანიც არა წითელი, ისე ვაწვევი ამას და არ ვიცი, ვერთ თავის სიტყვით ვერ დამაჯერა, რომ არ არის წითელი. ჩემი გუნდი არის 8, ჩემი გუნდი არის 12, როგორც 8-იანის გადამოწეული, ჩემი გუნდი არის 10, ჩემი გუნდი არის 11. აქეთაც 1-2-ში კითხვის ნიშნავს ვსვავ, ჩემი ხელი წავა 4-ში მიიღეთ 4-ის კანდიდატურა. მიღებულია. როგორც გითხარით, 4 ნომერი გადავამოწმე, შავი კარტია. და ნუ სხვა გზა არის 4 ნომერი უნდა გავუშვათ ჩემი აზრით. და რაც შეეხება 3-იანი იყო ექიმი. ჩემი ხო თქვა რომ ექიმი იყო, ხო? და ვიღაც გამოცდილმა მოთამაშემ მოკლა, იმიტომ რომ ექიმს უნდა დავიხილე მე და ის გათვალეს რომ მე დამხილავდა და მოკლეს ექიმი. ნუ ისეც თავი ცოტა გამოიმჟღავნა რომ ექიმი იყო. და ვფიქრობ რომ სადღაც აქით 9, 10, 11, 12-ში ნუ 11 ნომერი წითელი კარტი მგონია, ვითამაშებ 5-იანთან და ჯერჯერობით 11-თან და 12 გადამოწმებული მყავს წითელი, მაგრამ შეიძლება რომ იაკუძა იყოს. ჯერჯერობით მეც აღარაფერს არ ვეტყვი, შემდეგ ღამეს გადავამოწმებ, ნახოთ დანარჩენები რა სტრენების მიხედვით ვიღაც. მადლობა. 9 ნომერს უსმენთ? ანუ 4-იანი უნდა გავაგდოთ, იმიტომ რომ მე მჯერა დეტექტივის პირდაპირ ხელს ავწევ 4-იანს. მე გარდა ეგ. მადლობა. 10-ს უსმენთ? ვასახელებთ 9 ნომერს.
ეხლა გავუშვათ 9, იმიტომ რომ არაფერს არ გვესაუბრება რა. ანუ მე ავწე 4-იანზე ხელს, ეგ ყველა მიცით, დიდი ალბათობით ყველა 4-იანში უნდა აწიოს ხელი, მაგრამ მე უკვე შემეცვალა წარმოდგენა რა. მან ზუსტად ის ფერი თქვა 4-იანზე, რაც ხალხს და ქალაქს უნდა რომ მოესმენო. ეხლა უკვე თუ იაკუძა აქ არის მსროლელი რა, აუცილებლად რუიანში უნდა ისროლოთ. თუ რუიანი დეტექტივი არის, თქვენ უნდა მოკლათ, რომ თქვენ არ გიპოვოთ, თუ რუიანი მაფია არის, თქვენ უნდა მოკლათ, რომ მასთან არ წააგოთ, იმიტომ რომ ესენი ბევრი არიან. თქვენ ცოტა იხართ. ახლა ბოლოსაც ისაუბრა ეს 4-იანის შავი. მე ძალიან არ მომეწონა რა, 4-იანს 0-იანი წრიდან შავს ვეძახი, 4-6-ის გუნდს გამიხილავდი თან. 4-6-5 ვაფშე. 5 შედარებით წითელი მყავდა რა. და ეგრე მილაგდება რომ აქ 12 შეიძლება ისევ შავი კარტი იყოს. თქვენ რა იცით? კაი 4-იანი გადის მაშინ რა. ანუ არ ვიცი რა, ანუ არავინ არგუმენტებით ვერაფერი ვერ გავიგე. აი ახლა მე ვარ მოცურავე ბაყაყი, არ ვიცი, პას. ფოლს ვიღებ რა უცბად რა. ანუ პირველ რიგში უნდა გავაგდოთ შავი კარტი უეჭველი. ანუ წესია ეგეთი. ანუ პირველად უნდა გავაგდოთ ეგ. ის ლოგიკა რომ მე გავშავდი 11-ს უსმენთ? მოყურე ახლა. დეტექტივს არ ესროლეს, ესროლეს 3 ნომერს. ნუ არის რაღაც ალბათობა რომ შავი იყოს, მაგრამ მოდი ვთქვა დავუშვათ. ვიღაცა გამოცდილის გაკეთებულია ეს ამბავი რა. ანანოში და 9 ნომერში ფიქრობ რომ შავი კარტი ზის. სადაც უფრო მეტად არ მომწონს 9 ნომერი, მაგრამ ანუ თუ მაგალითად 9 ნომერი დამხვდება წითელი, ნუ გადაამოწევთ, შეიძლება ანანო შეუტიო. თუ ანანო დამხვდება წითელი, სავარაუდოდ 9 ნომერს გავიყვანთ. ამ ეტაპზე რა თქმა უნდა გადამოწებული 4 გადის და ვინც ისვრით იაკუძა თუ ადგილზე არის, აუცილებლად 8 ნომერში გაისროლოთ კი ბატონო. მე ხა რო არ მოგატყოთ მაწყობს კიდე მესამეს პოვნა, მაგრამ რა ვიცი, იაკუძას ჩემი აზრით აწყობდეს რომ 8 ნომერი გავიდეს რა. ხო, ანუ მე მეშინია რომ არ მოგატყო უკვე რა, ანუ მეორე შავე, ანუ 4-იანი სიშავე, ანუ მართლა შეიძლება TMG გვისრულებს რა. ჩემთვის უკვე აღარ არის ძალიან სანდო ეს დეტექტივი და ამიტომ ამბობ, ამიტომ საუბრობ ამას. მირჩევნია რომ ჩვენი თვიპოვოთ რა. ესე ფიქრობ. რომ 12-ს უსმენთ? მესამეს ისედაც იპოვის, ანუ მოკლდება თუ რაღაცა. მე-4 ნომერს ვსვამ კითხვას. იაკუძა ხარ? იაკუძა თუ ხარ, თქვი და შენ არ მოგცემ ხმას, იმიტომ რომ მირჩევნია რომ შენ ღამე გაისროლ 8 ნომერში. პირდაპირ გეუბნები. თუ ხარ იაკუძა, თქვი და შენ არ მოგცემ ხმას და მივცემ 9 ნომერს. პირდაპირ გეუბნები, იმიტომ რომ 9 ნომერი არის ჩემთვის მაფია. შენ თუ ხარ იაკუძა, ყველას მიმართავ რომ 4-იანი დავინდოთ, 9 გავაგდოთ და შენ შემდეგ წელზე მაინც გაგაგდებ და 8 ნომერში გაისროლე ღამე. ერთადერთ მაგას გთავაზობ მე პირადად, იმიტომ რომ 4-8-9 არის შავი კარტი რა. ან 8 არ მჯერარ TMG შენი ჩემი აზრით მოისყიდე ჩემი ხელი, ვერ იპოვე ვერავინ და წითლად მიპოვე და მოისყიდე ჩემი ხელი და რატო მიეცი შენ ოზის ხმა ვერ ხვდები? აი რატო? აი უბრალოდ ვერ ხვდები. შენ რას თამაშობ? 6 ნომერს რატომ მიეცი? მიიღე 9 ნომერის კანდიდატურა, შენ ოზის რატომ მიეცი ხმა? ეგ ამიხსენი თუ კაი მიიღე 10 ნომერის კანდიდატურა, რატომ მიეცი ოზის ხმა? ეგ მითხრა და ამდენმა რატომ მიეცი ოზის ხმა? დასრულეთ. მადლობა. პირველ ნომერს უსმენთ? მე ესეთ რაღაცას ვფიქრობ რა. კაროჩე 6-იანზე მეც ავწიე ხელი, იმიტომ რომ ეგრე ჩამოყალიბდა და მე, ოკეი, ვარ ხოლმე ეგეთი ტიპი, ვინც თუდად თამაშობდა, თუდად ისაუბრებს, გავუშვებ, მაგრამ ეგ იმას არნიშნავს, რომ მე ეს თამაში უნდა წავაგო. მე არ ვიცი, TMG არ არის ეს ისე გამოუცდელი მოთამაშე. არ მომწონს დიდად 8 ნომერი. მე არ მომწონს, იმიტომ რომ მე მეპატიოსნებოდა 4 ნომერი რა უქნა ახლა. მე ჩემ ფერებს მივყვები. 2-იანიც მეპატიოსნებოდა, 9-იანი არ მეპატიოსნებოდა, მაგაზე მეუბნებით რომ პატიოსანია. 12 კი ბატონო, არც 11-ია ჩემი აზრით ეგეთი პატიოსანი. და რა შეეხება ყლელობებს, 7 ვაფშე რა მკვლელობა იყო, მაგას ვერ მივხვდი და 3-იანი ექიმს მოკლავდა, მე ვთქვი რომ 3-იანი უფრო ტიპმა თქვა რომ ესო ეხაო გადასარჩენი მეყოლებაო და მე ვევანიშნე იმას რომ მეთქი 3-იანი ექიმია თქო რა და მაგიტო არ არის შავი თქო რატო ვანიშნებ ვინმეს რამეს რა 7 შავი ვაყენებ 9 ნომრის კანდიდატურას ვაყენებ 8 ნომრის კანდიდატურას всё მე თუ ვხედავ გუნდს არის 8-9 5 შეიძლება იყოს შოგუნი 2 ნომერი სანამ დახურავს წრეს დასახელებულები არიან 8 4 9 10 2 ნომრის 1 წუთი მე მგონია რომ 4 და 8 ძალიან legit შავი კარტი არის, იმიტომ რომ აქეთ ხო ძალიან გამოცდილებიზიან რა და ძირითადად კი არა, კი უეჭველი და ეგენი არ ვიცი რას ნიშნავს. ბრეიკდანსი გამასახელია. ნუ აბნევთ. კარგი, რატო ვფიქრობ რა? დიდად აქეთ ხარეს დამაჯერებელი ეს არავინ არ იყო, გარდა 11-ისა, 11-ის მჯერა, 12-ის მჯერა, მგონია რომ წითელი კარტები არიან. პირველიც არ ვიცი.
არ ვიცი, წითელია თუ არა და ეჭ ქვეშ ეხა აი, ჩემი კანდიდატურა 4 და 8. მადლობა. დასახელებული კანდიდატურები არიან 8, 4, 9, 10. 8 ნომრის 33. კაი, ვისაც ჩემი დეტექტივობის არჯერ, ანუ გონიათ რომ 6 ნომერი იყო, ხო? ხო ეგრე გამოდის, ანუ დეტექტივი რომელიც თუ იყო 6 ნომერი, რატო გავიდა დააგდო ყველაფერი და ისე გავიდა, რატო არ თქვა ვინ გადაამოწმა რა გააკეთა, ანუ ლოგიკურია რომ მე ვარ ნამდვილი დეტექტივი და ეხლა მოვკვდები. ხო და ვაპირებ რომ გადავამოწმო 2 ნომერი, იმიტომ რომ მე ეჭვება ცოტა დაბნეული არის, 2 ან 1 უნდა გადავამოწმო. 4 100%-იანი შავი კარტია, 11 კი არა და 12 რომელიც წითელად გადავამოწმო, მგონია რომ იაკუზა არის და 10 ნომერი კიდე. 4 ნომერს უსმენთ? ბევრი ვერაფერი ვერ მაქვს მართლა სათქმელი, შეიძლება იმის ბრალია რომ ეგეთი გამოცდილება არ მოქვს, მაგრამ მაინც იგივე გამართებას ხო, შეიძლება იაკუზა თუ ხარ თქვი და არ მოგცემ ხმას, გეუბნები. ჯერ ვიტყვი, მე რომ ვიყო მაფია და რომ ვიყო 8 ნომერი, მეც ვიტყოდი რომ დეტექტივი ვარ, მეთქი უბრალოდ, ნუ გაგიმართლა რომ 6-იანმა რა ვიფსიხა და ისე გავიდა და შეიძლება მართლა მაფიოზი იყო რა, ან ერთად იყავით და შენ თქვი რომ მე ვარ დეტექტივია რა. Why not? სამი წამი? ეგ არის რა. დასრულდა. 9-ს უსმენთ? კაი, ანუ ვინც იძახით 8 ნომერზე, რომ დეტექტივი არ არისო, ანუ პატიოსნებს უბრალოდ გვაბნევთ. უყურე, იდეა რა არის? რომ 6-მა ნომერმა თქვა რომ დეტექტივი ვარო, 8 ნომერი იძახს რომ მე ვარ ნამდვილი დეტექტივი. არავის არ ამოუღია ხმა. ანუ რეალური დეტექტივი არის ეს, ვინც ამაზე შეტევას ახორციელებს ახლა ეგ რა, უბრალოდ უნდა რომ ჩვენ შეცდომაში შეგვიყვანოს. ეს არის ფაქტი, ანუ ძალიან ელემენტარულია ეს. ეგ იყო ერთი ანანო იყო, უეჭველი მახსოვს და სულ თქვენი დრო 10-ს უსმენთ? 9 ნომერს ნუ უსმენთ რა, ანუ უყურეთ რაღაცები არ უნდა მოისმინოთ ხოლმე, როდესაც შავი კარტი არის რა, შავი კარტი რო საუბრობს იმის მოსმენა გაბნევთ რა, უფრო ეხა უყურეთ 8-9 არიან გუნდი და დიდი ალბათობით ამათთან ერთად შეიძლება იყოს 11, 4-იანი, შენ თუ იაკუზა ხარ, აგერ ეს როლი. აგერ ეს როლი. ამ ორს უნდა ეს როლი. თქვენ ხო თუ მაფია ხართ, 4-იანს ეს როლი, თუ მე იმას ხელით არ გავიყვან. იმიტომ რომ 8-იანი შავი კარტია, ჩემთვის დეტექტივი იყო 6 ნომერი. 6 ნომერი, ანუ უყურე 5-იანიც არ მეწითლება, მაგრამ შეიძლება შოგანზე მე მივადგე რა. უბრალოდ აი შავი კარტები 4-ში, 4, 8, 9, 11-ია. უყურე 3-3-ში რო არ წავაგო, 8-იანი უნდა მოხსნა. დასრულდა თქვენი დრო. ყველას მოგისმინეთ, დასახელებულები არიან 8, 4, 9, 10. ამ თანმიმდევრობით. ხმის მიცემა იწყება. ვინ ფიქრობს რომ 8-იანმა უნდა დატოვოს თამაში, ხა მიეცით ხმა? 4 ხმა. ვინ ფიქრობს რომ 4-იანმა უნდა დატოვოს თამაში, ხა მიეცით ხმა? 1 2 3 4 ხმა. 5 აბა 5. შენ ნაწეული გაქვს ხელი? რამდენი ხართ? 1 2 3 4 5 6 7 8 9. 5 4-ზე არის ხმები. 4 ნომრის ბოლოს სიტყვა? ჩემი ბოლოს სიტყვა არის რომ გააგდეთ 8-იანი, მე დააკვირდით მკვლელობებს, წარმატებებს გისურვებთ და გული მწყდება რომ თავი ნორმალურად ვერ გავიმარცხნე რა. მე რომ მაფიოზი ვიყო, მოვიქცეოდი ისე როგორც იქცევა 8-იანი და არ გამიკვირდება თუ 6-იანი, 8-იანი და 9-იანი იქნებიან ერთად. 6-იანი კაია რომ გააგდეთ წარმატებებს გისურვებთ. დავიმშვიდობოთ 4 ნომერს. ხოლმე ვიღებ 1 ნომერი მოწმდება. 1 ნომერი მოწმდება. იმიტომ რომ ჩქარობდა დეტექტივის გასვლას. ახლა ვიაზრებ საერთოდ რა მოხდა და ნერვები მეშობა ძალიან ალბათ ეკრანიდან უფრო მარტივად ჩანს ყველაფერი, მაგრამ ძალიან ბევრი ფიქრი გიწევს ღმერთო. ახლა მე ნერვიულება იმაზე რომ ანანო დავტოვე მარტო. დიდი ალბათობით რომ გამოაიტყვის რომ ეს რა ბულშიტი იყო და გთხოვთ ამ თამაშის მიხედვით არ განსაზღვროთ ჩემი ბედი და კიდე მომიწვიეთ ხოლმე მაფიაში, იმიტომ რომ მინდა რომ გამოვასწორო, მაგრამ ძალიან ჭკვიანები მუშაობენ რა, თამაშობენ და მუშაობენ, რა ვიცი. ძალიან მაგარი არის, სიმენტია კიდე მოხდები. გთხოვთ მობიერები იყოთ ჩემი მიმართ კომენტარებში და გამოიწეროთ ჩემი YouTube-ის არხი. კარგად. ხელები ავიღოთ მაგიდიდან. იღვიძებს მაფია და ირჩევს მსხვერპლს. მიიღეს გადაწყვეტილება. იღვიძებს დონი და ეძებს დეტექტივს. მიიღო პასუხი. იღვიძებს მარჯვენა ხელი და ეძებს იაკუძას. მიიღო გადაწყვეტილება. ახლა
იღვიძებს შაფუნი და შეუერთება იაკუძა. შოგუნმა მიიღო გადაწყვეტილება და იაკუძა მოიყვანა ის სისრულეში. იღვიძებს დეტექტივი. ახლა კი იღვიძებს ექიმი. და შეეცდება რომ გადაარჩინოს ის უბედური. ვერში დავებით ექიმს. თემდება. თამაშს ტოვებს ნომერი ნომერი 10. აუ, კაროჩე. ვინ გადამოწვა შენ ხელებით მაშინ ხა ვინ გადამოწვა უბრალოდ. მე არ გადამოწვა იმედი. მე თუ არ მოვყარო არ მეჩვენია ცოტა ხანს. არა, მე მითხარი ვინ გადამოწვა ბიჭო. ხელებით. ერთი შავია? ეხა უყურე, ეხა მე მომისმინეთ რა, ღამე ვფიქრობდი, მთელი ღამე ვფიქრობდი მაგას. ეს და ეს არიან იაკუძა და ბოსი. უყურეთ, ნახე, ეს ამბობს ეგეთ რაღაცას. ერთიანი თუ გადამოწდება შავად 9 წითელიაო, ცხრიანი თუ გადამოწდება წითლად მაცალე, ცხრიანი თუ გადამოწდება წითლადო, ერთიანი შავიო. ერთიანი შავია. მე საბოლოო ჯამში ჩამოყალიბდით რა, თუ ჩამოყალიბებულიყო თუ არ წავაგეთ, უკვე всё, ეს დეტექტივია. ეს მოხსენით, იმიტომ რომ ეს მგონია მსროლელი, იმიტომ რომ ეს იძახის რომ ცხრიანი შემოწდეს, ცხრიანი თუ წითელი იქნება, მაგის გამო ის იქნება შავი კარტიო რა. ერთიანი და 11 უნდა მოხსნათ და მერე ცხრიანი. всё, პას, დაიხურა თამაში, კარგად ბრძანდება. დავიშინებოთ 10 ნომერს. ეს არა მოუჭრათ. კაროჩე რა, 1 4 6 ჩანდა რომ გუნდი იყო რა. საბოლოო ჯამში ანუ არავისგან არაფერი არ მომისმენია მართლა ეხლა მაგიდან ამ წამს გამოვედი და დიდი ალბათობით თუ არავინ არ მომყვა მე ორივემ ჩემში ისროლეს რაც იმას ნიშნავს რომ შანსს გვიტოვებს პატიოსნებს მოგების რა თუ 11-ს მოხსნიან 11 ავტომატურად იმას ნიშნავს რომ ერთი თვითონ კვლევობა მოხდება ერთიანმა და 11-მა ერთმანეთში უნდა ისროლონ მდიაში მაგრამ არ ისრიან არ აწყობთ იმიტომ რომ მოგება უნდა ორივეს რა და რუიანი დეტექტივი გამოდგა რა კარგად ჩამოყალიბდი თავიდან მაგრამ მე შევცდი ცოტა ცუდი სიახლე მაგ. მე ძალიან მიყვარს ეს სიახლე. თამაში ტოვებს ნომერი 11. აჰა, გასაგებია. ეხა უყურეთ რა ხდება რა. არაფერი იაკუძა არა ვარ, ეგ იცოდეთ, ერთიანი შავი კარტია. ნუ ეხა უკვე სხვა გზა აღარ არის. დეტექტივია რა. სხვა ვარიანტი არ არის. ერთიანი შავია, შესაბამისად ფიქრობ რომ 9 უნდა იყოს წითელი რა, მაგრამ არც ეგ არ არის გამორიცხული იაკუძა იყოს ეს. ორი კვლევა ხდება. მე არა ვარ. ხო, მორჩა, მე იმიტომ მივედი ერთიანის შავეზე, რომ ერთიანი ითხოვდა დეტექტივის გასვლას. ანუ გადამოწმება არ უნდა და ღამე ყოფილიყო რომ ერთიანთან მისულიყავით. ამიტომ მე გითხარი ერთიანი გადამოწმეთ. თქო იმედია იცი ეგ. შესაბამისად, მე და ეს გუნდი არ გამოვდივართ რა. შენ შეგიძლია მომიაზრო ამ იაკუძადაც, მაგრამ არ ვარ ეს იაკუძა. ცხრიანი საბარაუდოდ უფრო მეტად წითელია, 12 წითლად თამაშობს. მე ვფიქრობ რომ ერთიანი რო გავიდეს ეხლა. წესით ანუ რა ვიცი, თუ ხო ერთიანი რო გავიდეს, ხა შეიძლება ერთი იაკუძა იყოს დარჩენილი. რა. რუიანი დეტექტივი გამოდის რა. ხო, მე ერთიანი შავად გადამოწვა, შავი გადის, მე ვფიქრობ მესამე შავია ეს. ოზისთან და 4 ნომერთან ერთად, რა გინდა, რას მეუნები? კაი, ნუ მაკარგვინებ დროს, არ ვიცი, თქვენი ლაპარაკეთ, მე წავედი. დავთვალოთ თქვენი დრო და დავუშინოთ 11 ნომერს. გავაცილოთ ტაშით. შენ დაგბრიდეს? აჰა, მშვენიერია. ხომსროლელი იყავი? არა. აბა? შოგუნი იყავი? აუ, ეგ რა ცუდია ეს. ძალიან მაგარი თამაშია. ჯერ კიდე არ ვიცი რა ხდება. თამაშობენ რუიანის დეტექტივობას, მეც რუიანის დეტექტივობა ვითამაშე, შევეცადე რომ მეყიდა რუიანის გადამოწმება და ასეც მოვახერხე რა. თუ რუიანია ნამდვილი დეტექტივი, ერთიანი შავად გადაამოწვა, ამ ჩემმა აქტიურობამ გამოიწვია ის, რომ თამაშიდან მომხსნა სავარაუდოდ ანანომ რა. ჩემ ვერსიაში რა თქმა უნდა, ანანო, ანუ ერთიანი, 4-იანი და 6-იანი გამოდიან შავების გუნდი, თუ სწორად ვმჟელობ, ბოლო შავი უნდა იყოს ანანო. და იმედი მაქვს ჩემი იაკუძა 9 ნომერი რომელსაც ავაცილე ესე ვთქვათ თავიდან დეტექტივის გადამოწმება გააღწევს ბოლომდე რა ერთი კაი მკვლელობა რჩება რომ გააკეთოს და წესით
წარმატებით დამთავრდება ეს თამაში ჩვენთვის, იაკუძებისთვის, რა თქმა უნდა. ჰანგძთა. მეგობრებო, სანამ წრეს გავხსნით, ჩვენი სპონსორია Starbucks-ი. მადლობა მათ სპონსორობისთვის. ბენედიქტინერი, გაგიმარჯოთ. Celsius-ი, უღმესი მადლობა. მაგარი საჩუქრები აქვთ ფინალისტვის, ვინ იქნება MVP არ ვიცით. ასევე Betson Sport-ი, უღმესი მადლობა. მანგამუნი და წრეს გახსნის 5 ნომერი. მოკლედ ახლა რა ველაპარაკები 12 ველაპარაკები 800, იმიტომ რომ 9-იანი, 2-იანი არიან იაკუძა შოგუნი, 1-იანი არის შავი. ეხლა მის არა თქვენ ორს გელაპარაკებით, მარტო იმიტომ რომ უმრავლესობაში ვართ. ეხლა უყურეთ, ხო არ ჯობია რომ გავაგდოთ შოგუნი, თუ ან იაკუძა, იმიტომ რომ მე ორზე რჩები, იმაში რჩებიან, რა ქვია, ორი რჩებიან და 2-2 თუ რაღაცა მოგვიგებენ და ეხლა ჯობია რომ ერთი შოგუნი ან იაკუძა გავაგდოთ და მე რა ვიცი, იქნება ერთმანეთი დაწყვიტონ იმათ შოგუნმა და მაფიამ. 8-იანს და 12-ს მიმართავ რომ მიიღეთ ცხრის კანდიდატურა, ცხრიანი უნდა გავიგდეს. ეხლა აქამდე ერთად მოვედით, პატიოსნები ვარ და დამიჯერეთ და დაფიქრდით. ეხლა რომ ორი შოგუნი იაკუძა დავტოვოთ, ვაგებთ თამაში მე 2-2 თუ რაღაცაში და ჯობია რომ ეხლა ერთი იაკუძა გაუშვათ თუ შოგუნი. იაკუძა შოგუნი გაუშვათ და მე დარჩებიან მაფია და ის ერთი არის მაფია, ორი არის იაკუძა ან შოგუნი, რომელიღაცა არ ვიცი რომელი არიან. 9-1-2 არ არიან ჩვენიანები. მე თქვენ ორს გელაპარაკებ, იმიტომ რომ ჩვენ ვართ ეხლა 3 და დაფიქრდით, ჯობია რომ 1-1-ზე დავტოვოთ ეგენი, იმიტომ რომ ორი მე ვაგებთ უეჭველი ვაგებთ, ორი თუ დარჩებიან და ეხლა უნდა გავიდეს 9-იანი რა. დამიჯერეთ 2-იანი და 12-იანი დამიჯერეთ. დასრულდა თქვენი დრო, 8 ნომერს უსმენთ? კაი, ერთი ნომერი გადამოვაწმე შავია, რასაც 5 ნომერი ამბობს რაღაც დოზით სიმართლე, ანუ 2 იაკუძა რო იყოს დარჩენილი, ნუ 12 გადამოწმებული ყავს რავი წითელია, მაგრამ ვერ გავიგებ თუ იაკუძა არის. უფრო აი 2-იანი და 9-იანი მეეჭვება მეც, მაგრამ თან შენზეც უკვე ეჭვი მაქვს, შეიძლება შენც იყო. ანუ ჩემთვის ახლა ნებისმიერი შეიძლება იყოს. ხო და ცოტა ვირევი, ვერ ვიგებ, მაგრამ მაინც მგონია რომ 2-იანი 9-იანი არიან რა. და ეხლა უნდა გავუშვათ შავი, იმიტომ რომ 2 ქილი ექნებათ, ანუ 2 სროლა ექნებათ. 2 სროლა ექნებათ, ანუ მაფია და იაკუძა. ერთმანეთს ესვრიან, მე მოგვიგებენ 2-2 თუ დარჩენილი. რატო ესვრიან ერთმანეთს? შავია უეჭველი ეს. 5-იანი, 9-იანი. შანსი არა ერთმანეთს რო ესროლონ. 5-იანი ორი ფონი. კანდიდატურა? კანდიდატურა იყოს 1 ნომერი, იმიტომ რომ შავია და გადამოწმებული. მიღებულია 1 ნომერი. 2-2-ზე არ წავაგებთ 1 ქილი. აგებ ბიჭო, აგებ. სროლელი და იაკუზა რჩებიან, მე ხადავები. 5-იანს ფოლი. აღარა იყო ფოლი. 3 ფოლი აქვს 5-იანი. დასრულდა თქვენი დრო. 9 ნომერს უსმენთ? კაი, ნახე, როგორც კი დავადგინეთ, რომ ეს იყო დეტექტივი, ეგრევე მივყვებოდი ყველაფერში რა. მათ შორის ეხლა პირველ ნომერზე მივყვები და ეხლა მეხუთე ნომერში ეხლა შემეპარა ეჭვი. ანუ ისე ისვრის ამ სიტყვას სხვადასხვა მიმართულებით, რომ ეჭვი მეპარება. ეხლა მე რასაც ვფიქრობ, პირველ რიგში, ანუ არ გვინდა ეს რაღაც ცდები, ტესტირებები და რაღაცები, ფაქტი არის ის, რომ შავი ნომერი არის. პირველი ნომერი არის შავი და გასაგდები არის შავი. მე ვფიქრობ, რომ დეტექტივმა უნდა გადაამოწმოს სხვა და ვინც იქნება შავი, ის უნდა გავაგდოთ. თავიდანვე დეტექტივს მიყვებოდი და ეგ არის სწორი გზა. всё. მადლობა. 12 ნომერს უსმენთ? არანაირი ლოგიკით TMG აქამდე არ უნდა დარჩენილიყო. ხო, ჯერ შენ თავი ამოწურე, ბალანს რო თავი დავანებოთ, უნდა გახვიდე ჯერ ერთი ბალანსის თემაში. მე კიდე ამდენი ხანი დატოვეს, არ არსებობს. 8 ნომერი უნდა გავიდეს უეჭველი. მე კიდე შენ TMG ჯობდა რომ პირველის მაგრა წითელი კი არა, შენ გუნდელზე გეთქო, შავი კი არა, შენ გუნდელზე გეთქო რომ წითელი იყო, შენ შავი ხარ. ანუ არ არსებობს რა ეს თამაში. შენ კიდე შოგუნის თამაში თამაშობ უეჭველი. იმიტომ რომ ძალიან ისეთი ხელის მოლბობა და რაღაცები გინდა რომ ვითომ ჩვენ ორი წითელები ვართ რაღაცა. ანუ ან შოგუნის თამაში საბა ან სто უცნაურად თამაშ ვარ ვიცი 2 ნომერს მივმართავ აუცილებლად იცოდე რომ 8 ნომერი უნდა გავიყვანოთ ახლა იმიტომ რომ ამდენი ხანი დეტექტივი ვერ დარჩებოდა ამაგიდასთან ვერ დარჩებოდა ერანაირად ან რა ვიცი იაკუძამ რატო არ მოკლა 8 ნომერი მაგას ვერ ხვდები გინ მაფია იყოს და გინ დეტექტივი იყოს იაკუძას ნებისმიერ შემთხვევაში უნდა მოკლა 8 ნომერი და იაკუძამ რა თამაში ითამაშა ვერ მივხვდი შეიძლება 10 ნომერი შეიძლება მაფიოზი იყო არ ვიცი აქ რა მოხდა და 11 ესროლეს არ ვიცი ჩემ მე მიიღეთ 8 ნომრის კანდიდატურა რომც იყოს დეტექტივი უნდა გახვიდე შენ ბალანსის თემაში თან შენი თავი ამოწურე 3 ადამიანი უკვე გადაასრულა დასრულდა თქვენი დრო 1 ნომერს უსმენთ ნახე ვაყენებ 8 ნომრის კანდიდატურას ვაყენებ 9 ნომრის კანდიდატურას ეხლა გესაუბრებით პატიოსნებს რომც გეპარებოდა ჩემში ეჭვი ნახე 9 ნომერი შენ ეგრევე ბრმად მიყვები 8 ნომერს რა მე 6 ნომერზე ხელი ავწიე თქვენ რო დააგვიანეთ მე თავიდანვე მქონდა ხელი აწეული იმიტომ რომ ემოციურად არ მომეწონა მე ყველას შეუტია ამ თამაში აბსოლუტურად ნახე 8 ნომერმა ყველა ისეც დაუძახა შავი ვიზეც ქალაქი ამბობდა რომ აუ მოდი გადამოწმდა შავი მე 11 მგონია რომ მაფია იყო აუცილებლად 9-იანი
მგონია რომ აუცილებლად ჩავია. საბა თუ პატიოსანი ხარ, შენ გესაუბრები რა. 8 ნომერი არის აუცილებლად გასასვლელი ამ თამაშიდან. რა 9 ნომერი? 9 და 8 მგონია შავები. მე წეღანაც ვამობ. რავი ძმაო, 9 რო არ იყოს, მე სად მიდიხარ? მე პატიოსანი მოქალაქე ვარ. შენ თუ ხარ პატიოსანი მოქალაქე, ან გავიდეთ 8, ან 9. მე ვარ პატიოსანი და უეჭველი ვაგებთ ამ თამაშს, მეგობრებო. 11 აუცილებლად ჩავად არის გასული, რა თამაშიც თამაშობ და თან თუ გახსოვთ რომ მე რატომ მოვითხოვ 8-ის გაყვანას წინა წრეზე, შევეყენები თუ დეტექტივია. ფოლს ვიღებ, შავია, არაფერი არ დაიჯეროთ ამისი. მესამე ფოლი აქვს 9-ს. აი 9 ებღაუჭება ხავსს. მეორე ფოლი ერთიას. ორი ნომრის დრო. Okay, ჩემ მე იმიტომ გაბნევთ, რომ მეც დაბნეული ვარ რა. თორე მე პატიოსანი მოქალაქე ვარ და არ ვარ მე მჯერა შენი დეტექტივობის. What can I do? No, არა, მე მჯერა შენი დეტექტივობის და მჯერა რომ ეს შავი არის. But I don't know, bro. Okay. აუ ფოლს ვიღებ. ჯერაზი არ არის ტექნიკურად არ უნდა დარჩეს მაგიდასთან რა. Okay, არ მესმის მაგისიც რა. ბიჭო, მე მაგიდიდან გავალ უეჭველი დაიკიდე, გავუშვი 9, აუცილებლად ჩავია. მესამე ფოლი. 5 წამი დაგჭათ. Okay. დასრულდა თქვენი დრო. 5-ს მოусმინეთ? დაიწყო. მე მომატყუე. 9-1-8. ამ თანმიმდევრობით. 9 ნომრის 30 წამი. ანუ ხალხო, ვიცით რომ შავი არის დასახელებული და რაღაცა ლოგიკებზე ვლაპარაკობთ, ისეთ ლოგიკებზე რომ მოდი სხვა ვცადოთ, იქნებ იყოს ეს 50-50-ია, მოდი 9 რა აზრი აქვს? ანუ დეტექტივი არსებობს მაგისთვის, რომ შავი აღმოაჩინოს და გავაგდოთ. აი, არ ვიცი. მაგისთვის არსებობს ამ თამაში დეტექტივი. რა აზრი აქვს ვერ მივხვდი. ანუ თქვენ თუ ცდელობები გინდა და პროცენტული შანსები გინდათ შეამციროთ, ხო, სხვა გააგდეთ, ან მე გამაგდეთ, მაგალითად, ბაზარი არაა. 9 არის შავი. всё. ანუ ვისაც გჯერათ რომ ეს არის დეტექტივი, 9 არის შავი, всё. მადლობა. ერთ ნომერს უსმენთ. კაი, მეგობრებო, ეხლა კარგად მომისმინეთ რა. 8 და 9, აი როგორ თამაშობენ იცი? ნუ ერთი წამით ეჭვი არ გაჩენია 9 ნომერს. აქ ვისხედით. მე 6-იანზე ხელი ავწიე. იმიტომ რომ პატიოსანი ვარ, არ ვიცი რა ხდება. 9 გაიყვანეთ, 8 გაიყვანეთ. აზრ, მე ამ თამაში ხო ვერ დავჩები, მე ხო ვერ მოვიგებ. ყველა ხო გაიყვანეთ შავი ამ თამაშიდან არა? ვინც ჩემ გუნდში იყო წესით. მე ამ თამაში შემდეგ ავდგები, ვისთანაც გინდათ. ეხლა გაიყვანეთ 9 ნომერი. ერთხელ არ გაჩენია 9 ნომერს ეჭვი 8 ნომერზე. თავიდან ხო დაბნეული იყავი, არ იცოდი რა ხდება. იმე გიჯივით რა, კაცო, რა არის პატიოსანი. 8 ნომერს უსმენთ? აუ, რაღაც გასამართლებლად არ მაქვს თავი, არავის დეტექტივი ვარ თქვენს ერთ-ერთი 6 ნომერი იყო და ისე გავიდა რომ დეტექტივი რო ყოფილიყო ვალდებული იყო რო ეთქვა და ლოგიკურია რომ მე ვარ. გადამომოწმე ერთი შავია, ეხლა რა საუბარსაც უსმენ, რატომღაც 12 ნომერს უნდა რომ მე გამაგდონ და აღარ უნდა რომ ანუ უნდა რომ ერთი პატიოსანი მოაკლდეს თამაშს. და ანუ ლოგიკაში არ იზრდება, ანუ რატო გინდა რომ ერთი პატიოსანი თამაშს მოაკლდეს, ანუ რო უკვირდები იგივენაირად დაბნეული არის 2 ნომერი და თითქოს 2 ნომერზე манипуляციას ცდილობ რომ რა შენ თქვი ის გაიმეოროს და ხმის მიცემა იწყება 9-1-8 ამ თანმიმდევრობით ხელები გავაჩეროთ წინასწარ მიიღეთ გადაწყვეტილება ვის აგდებთ და ისე აწიეთ ხელი 9-1-8 ხელები ჩამოუშვათ ვინ ფიქრობს რომ 9-ანმა უნდა დატოვოს თამაში ეხლა მიაცით ხმა 4 ხმა 9 ნომრის ბოლო სიტყვა? არაფერი, ანუ ლოგიკას უნდა გაყოლოდით უბრალოდ და ანუ შავი უნდა გაგიგდოთ პირველ რიგში. ეგ იყო და ეგ. მადლობა. დავამშვიდობოთ 9 ნომერს. და ხამე. კაი, მოკლედ, რაც ყველაზე მეტად გამისწორდა ამ თამაში იყო ის, რომ წინა ორ თამაშზე თითქოს დინებას მეყვებოდი ხოლმე რა, ანუ როგორც თამაში მე წამიღებდა ჩემ როლს, ანუ როლს პასიურად ვიყავი ხოლმე და არ ვიღებდი ხოლმე ხმას და ეხა ცოტა ნელ-ნელა გამოცოცხლი უკვე რაღაც შეუცვალე რამოდენიმე ადამიანს ჩემზე აზრი და ვიგრძენი რომ რაღაცა თითქოს მნიშვნელოვანი შეიცვალა ჩემშიც რა ანუ რაღაცა პატარა პროგრესი იყო რაც მარწმუნებს იმაში რომ შემდეგი თამაშები დარწმუნებული უფრო უკეთესი იქნება ჩემთვის ვიდრე ეხლანდელი იყო ორა ეპიკობა
მაფია და ირჩევს მსხვერპლს. გულები გაგვისპამეთ. ჩატში გულები გაგვისპამეთ. არხი გამოიწერეთ და დაალაიქეთ აუცილებლად. მავიწყდება ხოლმე და ხარი დაგვიჭირეთ უეჭველი. და ჩვენი მხარდაჭერები კიდე არიან ბეცო სპორტი, ცელსიუსი, ბენედიქტინერი, სტარბაქსი, მადლობა მათ. ივიძებს ტონი და ეძებს დეტექტივს. მიიღო პასუხი. ივიძებს მარჯვენა ხელი და ეძებს იაკუძას. მიიღო პასუხი. ივიძებს შოკუნი და უეცდება იაკუძა. მიიღეს გადაწყვეტილება. ივიძებს დეტექტივი და ეძებს მაფიას. მიიღო პასუხი. ივიძებს ექიმი. მიიღო გადაწყვეტილება. თელდება ამ წოდებით ახსავს ექალაქში. თამაშს ტოვებს ნომერი 2. თქვენი ბოლო სიტყვა? წავაგეთხრა. იქნება ალბათ. ჩემი აზრით თქვენ დაკარგეთ პატიოსანი მოქალაქე. ჩემი აზრით კი არა ეგრეა დაკარგეთ პატიოსანი მოქალაქე და პატიოსნებმა ვერ მოვიგეთ ალბათ. მე ხოტობ ხო? დავემშვიდობოთ 2 ნომერს და გავამხნევოთ აუცილებლად. დავტოვეთ. ოკეი, ძალიან მოტივირებული კი ვიყავი თავიდან, რომ მეთქი რა შევკლასავ, მაგარი ვიქნები თქო, მაგრამ რა ვიცი, ვისი ამოვნე ესე, მაგრამ რავი. ძალიან დავიბენი, ბევრნაირად დავიბენი. თან რომ არ ვიცნობდი ამაზე და თან რომ არც ვიცოდი ვის რა შეუძლია და სადამდე შეუძლია რომ მოიტყოს ან სადამდე ვინ ვის რანაირი ურთიერთობა აქვს ერთმანეთთან, იმიტომ რომ მაგასაც მნიშვნელობა აქვს, რომ ეცნობი. მოკლედ, უფრო მომემზადებოდი რა, არ ვარ კმაყოფილი ჩემი თავით. მაგრამ უფრო მე მომემზადებოდი რა თამაშისთვისაც და მინდა კიდე, იმიტომ რომ მომეწონა. მაგრამ პატიოსნებმა წავაგეთ ალბათ. იმიტომ რომ პატიოსანი ვიყავი და გამომაგდეს. და ძალიან ცოტა დარჩნენ შეგნით. წრეს გახსნის ნომერი 8. კაი, ეხლა ვფიქრობ, რომ პირველი უნდა გავაგდოთ და თამაში მორჩა. ან დარჩენილია. ანუ ვერ ხვდები ხა იაკუძადან ერთი ადამიანი დარჩენილი რო იყოს ერთი როლი. მაშინ წავაგებთ. მაგრამ პირველი ნომერი რო გავაგდოთ, რომელიც გადამოწმებული მაფიოზი და შავი კარტია, შეიძლება რომ მოვიგოთ. შეიძლება აქედან რომელიმე იყო იაკუძას ერთ-ერთი წევრი. ესენი არ ვიცი. ანუ გადამოწმებული არის 12 ნომერი წითელია, 5 ნომერი არ გადამოწმებია, შენ გადამოწმებული მყავს ერთი ნომერი ხარ შავი. შეიძლება მარტო ერთადერთი შავი ხარ დარჩენილი და შენი გასვლის მერე მოვიგოთ ეს თამაში. ან 5 ნომერი და 12 ნომერის შორის იქნება ერთი იაკუძა კიდე. არ ვიცი. კანდიდატურა პირველი ნომერი. 12-ს უსმენთ? მივიღოთ მერვე ნომერის კანდიდატურა, რა თქმა უნდა, 2 ნომერი გადაამოწმე, ხო? კაი, და რა იყო? წითელი იყო? გასაგებია. ხო, არანაირი ლოგიკა შეხა, აი, უეჭველი, ანუ რავი, ბიჭო, აი, შანსი არა 8 ნომერი, ანუ დეტექტივი აქამდე გაეშვა. აი, სისულელე რა, დეტექტივი გავიდა თავიდანვე 6 ნომერი, ანუ არ უნდა გაგვეშვა, აი, ოზი, მე ხელი არ ავწიო ოზზე, 8 ნომერს ვაპირები, აწევს პირველივე წრეზე, ან 5 ნომერს. 8 ნომერი არის აუცილებლად გასშვები. საბა, შენ თუ გინდა მოგება, ახლა, ალბათ შოგუნი ხარ, არ ვიცი.
არის ვცადოთ თუ ეხლა 8 ნომერი რო გავა თუ ვერ მოვიგეთ ალბათ შოგუნი ხარ და ნავი ანანოსო დაარწმუნებ რომ ვახოა შოგუნი და რაღაცა ეგ შემთხვევა თორე 8 ნომერი ეხლა თუ არ გავა საბა სამი ფოლი გვაქვს მე და შენ და ანანოს ეხლა თუ არ გავა 8 ნომერი საბა უეჭველი წა 100%-იანი წაგებული გიყავ იმიტომ რომ ერთი ნომერი არ არის მაფიოს ეხლა უნდა გავიდეს აუცილებლად 8 ნომერი და მე არის აი ანანოს უნდა დაარწმუნო რომ მე ვარ შოგუნი და შენ არა ჩვენ სამში ეგრეთ წოდებული ლატარია იქნება ჩვენ შორის მე ახლა 8 ნომერი გადის სამი ხელით რა დასრულდა ერთ ნომერს უსმენთ ვაყენებ 8 ნომერის კანდიდატურას თუ პატიოსანი ხარ გელაპარაკები მომისმინე რა ნახე მე ყველაზე ავწიე ხელი ვინც მეგონა შავი ავწიე 6 ნომერზეც ხელი ანუ რა გინდა 12-ს არ აუწევია ვინც პატიოსანი მეგონა ეს იყო ელოში ხო მაგასთან ერთად მეთქი ვინ არის შავი 8 ნომერი უფრო დეტექტივია რატომ მოკვდა სულ ყველა ის ადამიანი ვინც 8 ნომერს შედარებით უფრო შეუტია დაფიქრდი რა ერთი წამი რა ბოლომდე რო ზიხარ ხო ხვდები რომ ტყემალზე ზიხარ არა ანუ გიჟივით გჯერა 8 ნომრის 9 ნომერი შავი იყო გავიდა არ მოხდა ქილი ხო ეგრეა 10 ნომერი იყო რომელიც ამობდა 8 ნომერი შავიაო ხელი ავწიეთ მოკვდა 10 ნომერი რატო კვდება 10 ნომერი ცოტა დაფიქრდი რა დაფიქრდი ანუ იმ ადამიანის გადამოწმებული პატიოსანი გეუბნება რომ 8 ნომერი არის შავი რა გჭირს 6-იანი რო ცუდი მოთამაშეა და ცუდი დეტექტივია ეგ რა ჩემი ბრალია ყველა გავიყვანე ვინც კი მეშავებოდა ყველას შეუტიე კაცი ბოლომდე 5 ნომერს უსმენთ შენ ჩემი გჯერა ვიცი მაცა 12-ს მიმართავ მისმინე 12-ს მისმინე შენ შავი გონია შოგუნი გონი ვარ მე არ გონი ვარ არაფერი მე თუ შოგუნი ვარ და ეს თუ შავია 2 ქილი რატო არ მოხდა ბიჭო ეხლა უნდა გავდეს ერთიანი და თამაში მთავრდება მოგებულში არა ძმაო ეხლა ერთიანი უნდა გავიდეს და ჩემ თავზე ავიღებ ყველა ბულინგს თუ ეხლა ერთიანი გავა და წავაგებთ ჩემ თავზე ავიღებ ყველა ბულინგს თუ ერთიანი გავა და წავაგებთ ერთიანი გავა და ერთიანი უნდა გავიდეს და თამაშ აუ მე ვერ მივცემ რუიანს იმიტომ რომ ეს ადამიანი ის იყო რა ქვია დეტექტივი იყო შენ იმის მე სულ ამდენი ხელი რატო დარჩა მაგრამ უკვე გადამოწმებული ეხლა რაღაცა გადამოწმებული იყოს გააგდებს არ გააგდებს ამუშრალობა აქვს და 6-იანი რო ის იყოს რა დეტექტივი ყოფილიყო ესე ქალაქს არ დაიკიდებდა ფეხებზე კაი ფოლს ვიღებ ვინ გონიათ დეტექტივი ვინ იყო და ესე დაიკიდა და ესე გავიდა დამიჯერე ერთხელ დამიჯერე ვაგებთ ბიჭო დამიჯერე არ მის ერთიანს მიეცი მე ვერ ავწევ ხმის არა თავის გამართლების 30-30 წამი 1-8 ნომის 30 წამი ნახე სავა შენ თამაშობ მარტო იმ პრინციპით რომ რუიანი არ გაიხსნებოდა დეტექტივად მეტი არაფრით არ თამაშობ ამ ნახე 4-იანზე და 6-იანზე 0 წრიდან ამბობ რომ შავები არიანო ძალიან ბევრმა თქვა რომ 4-იანი 6-იანი შავები არიანო გასაგები 6-იანი დეტექტივი იყო ემოციურად ცუდი იყო რა 4-იანი ნახე ისეთი ხალხი გადაგიმოწმათ შავად ვიზეც ჭამდით მთელი ქალაქი რომ იყო შავი 0 წრიდან ყავხარ ადამიანს მოსყიდული 6-იანი შენ 6-იანს უტევს პატიოსნად რატო გადაგამოწმებს თუ დეტექტივი არ არის რომ 8-იანს უსმენთ აუ გასამართლებელი არაფერი მაქვს ლოგიკური არის ანუ არც უნდა იმის ახსნა რომ დეტექტივი ვარ ანუ 6 ნომერზე ამბობთ რომელიც მაფიოზი იყო უკვე 12 ნომერი მგონია რომ იაკუზა არის პირველი ნომერი მაფია არის ავი საბათო პატიოსანი თუ არის გავუშვებთ ჯერ ერთ ნომერს მე 12 ნომერს და მორჩება და მოვიგებთ всё პას მადლობა ხმის მიცემა იწყება 1-8 ამ თანმიმდევრობით ხელები ჩამოუშვით ვიფიქრობს რომ ერთმა ნომერმა უნდა დატოვოს თამაში 2 ხმა შესაბამისად 2 ხმა გადავიდა 8-ზე გაიყო ხმები 8-ს და 1-ს შორის პირველი ნომრის 30 გეხვეწები გაიხსენე როგორ გამოწმებებს აკეთებდა 9 წლის მერე ანახებდა ფიქრობდა 9-ჯერ კითხე ელოშამ ვინ გადაამოწმეოდა ტიპი არაჩვენებდა ბოლომდე აი ჩემ სიტყვაში ვიტყვი ამას ვიზა მიმას ვიზა თელ დროს წელავდა ადამიანი რომ არ იცოდა ვიზე შავი დაეძახებინა და იმას ეძახდა შავს ვისაც მთელი ქალაქი ჭამდა რომ შავი იყო რა გჭირს აბა რატომ მოკვდა ყველა ვისაც იმის წინააღმდეგ თამაშობდა ვაფშე ყველა მოკვდა და მე შავა შემომიყვანა იმიტომ რომ მე თუ შავი ვარ შევეწენები დეტექტივს რა 8-იანს უსმენთ ანუ თავი არ მაქვს გასამართლებელი მე ლოგიკურია რომ დეტექტივი ვარ ანუ ლოგიკურია რომ დეტექტივი ვარ ვინ 6-იანი ნომერი 6-იანი გავიდა ისე რომ არაფერი თქვა დეტექტივი იყო აი ვინ იყო შენი აზრით დეტექტივი გადავამოწმე 4 იყო შავი პირველი ნომერი შავი შენ გადამოწმე პირველი წითელი არ ხარ წითელი ხარ ხო საიდან ვიცი ხო და ლოგიკური არის სხვა ხო იწყოდა დასრულდა ხმის მიცემა იწყება დასახელებული კანდიდატურები არიან 1-8 ამ თანმიმდევრობით
ვინ ფიქრობს რომ ერთიანმა უნდა დატოვოს თამაში? ორი ხმა გადავიდა. მნიშვნელოვანი შეკითხვა. ეხა გამოვა შეკითხვა, გსურთ თუ არა რომ ორივე მოთამაშემ დატოვოს თამაში და აიწევთ ხელს. 1-8 ამ თანმიმდევრობით. ხელები გავაჩეროთ. ვინ ფიქრობს რომ თუ გსურთ რომ ორივე მოთამაშემ დატოვოს თამაში, ეხლა აიწიეთ ხელი. არც ერთი ხმა. ღამე, დავიძინეთ. ყველას ძინავს. ხელები ავიღოთ ვაგიდიდან და ივიძებს მაფია. მაფიოზები ირჩევენ ხერხს. მიიღეს გადაწყვეტილება. ივიძებს დონი. ეძებს დეტექტივს. მიიღო პასუხი. ივიძებს დეტექტივი. მიიღო პასუხი. ივიძებს მარჯვენა ხელი. მიიღო პასუხი. ივიძებს შოგუნი. დაუერთდება იაკუძა. მიიღეს გადაწყვეტილება. ივიძებს ექიმი. და თენდება. თამაშს ტოვებს ნომერი 12. რა თქმა უნდა. 5 ნომერი გადავამოწე წითლად, ხო? რა? ეხლა ხო. ანუ ან შოგუნი მოიგებს, ან შოგუნი იგებს, ან მაფია ეგა რა. კი, ან 8 მაფია, 5 შოგუნი აზრი არა აქ. შემდეგ გადაწყვეტს მოგებინებ მოკლედ. ხო, მივხვდით ახლა, ანუ ძალიან დიდი ხანია გეუბნებით რომ 5 შოგუნია, 8 მაფია. აქამდე მიიყვანა თამაში, შენ რაც წააგე თამაში, თუ ანანო შენ მოგცემ სხვას უეჭვე და შოგუნი მოიგო, ტყუილა გიხარია შენ. ანუ ხო შოგუნი ხარ ახლა დებილი კი არ ვარ. ტყუილა გიხარია. შეგოთყოფილად ხო არ ძნობთ თავს? ჩემ თავს მომიყანე? არა. ხო, მოკლედ, ხო შოგუნია გოგო, პირველივე წრეზე ეთყობოდა, გაჩერდი. მოკლედ 8 მაფია, 5 შოგუნია, ანუ უბრალოდ 9 კარგად გავაგდეთ რა იყო და ეგ რა. წარმატებები ყველას მეგობრებო. მაინც მინდა რომ ამ სიტყვისთვის გაგაგდოთ დებილი ხო არა ვარო, მაგაზე გაგდება. კარგად ხავით. ბიჭო, მე ხო არა ვარ თქო რა კი. შენ გეჩქარებოდა. წაბძდით. წადი. წარმატებები. დავეშვიდობთ 12 ნომერს. ბევრს არ გველაპარაკებ რომ მაყურებელს თავი არ მოვაწყინო, მადლობა რომ დამპატიჟეთ. ყველაფერს ნახავთ რა როგორ იყო და რავი, ესენი ვინმეს კი თუ დარჩა ყველას გამოუზიდავ, რავი, უფასოა რა. მადლობა. მოდი ფოლებს გამოვაცხადებ. პირველ ნომერს აქვს 3 ფოლი. 5 ნომერს აქვს 3 ფოლი. 8 ნომერს აქვს 2 ფოლი. პირველი ნომრის მოგესალმებით. აი, კარგი სიტყვა თქვა 12-მა ნომერმა, ეს არის ლატარია. ფინალური წრე, სადაც თქვენი გადაწყვეტილება იქნება ყველაზე მნიშვნელოვანი ამ თამაშში. რა იცით, იქნებ თქვენგანში აირჩეს MVP, რომელიც ფინალში მოხვდება. მადლობა ყველა სპონსორს, პირველი ნომერი გახსნის წრეს. ოუ, შენ ხარ შოგუნი? კაი, ვაყენებ 8 ნომრის კანდიდატურას. თუ აზრი აქვს თავის გამართლებას და შენ შოგუნი არა ხარ, მაინც დაგელაპარაკები რა. მიყვეთ სტრეს. და თუ ხარ ტყუილად მალაპარაკები ხარ. თუ ხარ ძალიან გთხოვ თქვი. კაი. ნახე რა მოხდა. ყველა ის გადაგიმოწმა, ვიზეთ შენ თქვი რომ შავიაო და ბევრმა შეუტია 4 ნომერს, ყველა ის გადაამოწმა, ვიზეთ ადვილად შეჭამდა ქალაქი რო იყვნენ შავები. 8 არის შავი, 9 რომელზეც ვეხვეწე რო გადაამოწმებთ კი არ ამოწმებდა 9 ძალიან ბრმად ჯეროდა 8 ნომრის და მთელი თამაში ერთად საყვალად თამაშობდნენ. ჩემი აზრით 11-ით მაგათთან ერთად იყო შავი. ყველა ისეთი დაიხოცა, ვინც 8 ვინც თამაშობდა 6 ნომრის დეტექტივობით უკვე შემდგომში და მე არა ვარ ის მოთამაშე, რომელიც ესე იოფლიანებს და მოკლავს იმ ადამიანს, ვისაც მისი ჯერა რა. მე დავახორო დავჩენილყავით, აუცილებლად მოვიგებდი, მაგრამ ხო გეუბნები, როცა ბოლომდე გადიხარ, უნდა კითხო შენ თავს, რას ვაკეთებ არასწორად და მოდი დავსვი შენ თავს ეკითხვა. 5 ნომერს უსმენთ? ვახოს სიტყვის ბოლომდე არ ვიცით, იმიტომ რომ მე ხუმრობთ მაინც გაუშვით და ვახოს ბოლო წამამდე ჯეროდა რომ 8-იანი შავია და მე შოგუნი და ერთ-ერთი ქილი ხდება რა. ანუ ძალიან მეცნია, მაგრამ ლოგიკურად ხო უნდა დაფიქრდეს რომ ერთი ქილი ანაირად ბოლოს 3 ღამე როცა
თავის ჭკუით შოგუნიც მაგიდაზია თქვა და მიიღეთ ერთ ნომრის კანდიდატურა ერთიანს წავალ ჩემი ხელი მე იცი რა გამიკვირდა 12-მა რატო არ აწია ხელი იმაში რომ 8-იანი და 1-იანი ერთად ამდგარიყო ხო პატიოსანი იყო და პატიოსნები მოვიგებდით და ანუ ვერ ვხვდები ახლა 8-იანი და ან არ ვიცი მე 1-იანში ვწევ ხელს რა მადლობა პას მიიღეთ ხო კანდიდატურა მიღებულია 8-იანს უსმენთ ჩემი კანდიდატურას ერთი ნომერია 12-მა ნომერმა ცოტა ისეთი სიტყვა დატოვა რომ გონია რომ პატიოსნები ვერ მოვიგებთ რაღაცა მაგრამ თან 12 ნომერი ანუ ცდილობდა რომ გავაშვი მე ანუ პატიოსანი მოქალაქე რომელიც ვერ დაარწმუნებ შანსი არ არის რომ დაარწმუნო იმიტომ რომ ლოგიკურია რომ მე დეტექტივი ვარ და პატიოსანი ვარ თუ იმას ცდილობ რომ დაარწმუნო რომ შენ პატიოსანი ხარ შენც იცი რომ შავი კარტი გაქვს და 5 ნომერმაც იცის იმიტომ რომ დაარწმუნებულია რომ დეტექტივი ვარ 5 საბა მე მგონი უნდა გავუშვათ პირველი ნომერი და მოვიგებთ ან გავუშვებთ პირველ ნომერს და მოიგებს იაკუზა თუ იაკუზა ხარ არ ვიცი სხვა გზა ნუ მოკლედ თამაში ეგრე უნდა გაგრძელდეს პირველი ნომერი უნდა გავიდეს ახლა პირველი ნომერის კანდიდატურას ვასახელებ მეც დასრულდა დასახელებული კანდიდატურები არიან 8-1 8 ნომრის 30 წამი ის ბერჯერ გავიმართლე უკვე თავი და სულ ერთი და იგივე ბრალდებებია და აღარ გავიმართლებ თავს რაც წინაზე ვილაპარაკე დეტექტივი ვარ და ჩემი აზრით უნდა ჯეროდეს პატიოსანი მოქალაქეს თუ პატიოსანია რა თქმა უნდა პას ერთ ნომერს უსმენ ნახე დეტექტივი თუ ხარ ეგრევე ამბობ ვინ გადაამოწმე გინდა რომ თქვა ტიპი ფიქრობდა არ გახსოვს გეხვეწები გაიხსენე ადამიანი ფიქრობდა აზრზე არ იყო ვიზე დაეძახა შავი და რა თქმა უნდა ისეთებს დაუძახებ შავს ვინ შენ რატო ზიხარ ბოლომდე ცოცხალი 9-იანი გავიდა და გითხრა 8-იანი მოიშორეო და ხელი აწია 12-მა გითხრა 8-იანი მოიშორეო და შენ ზიხარ ცოცხალი გმირივით და გინდა რომ მოიგო ეს თამაში ტიპს არ ახსოვს ვის ამოწმებს შავად არ გადამრიო ეხა ნერვიულობს თავი არ ამა გასამართლებელიო რა სიძახი შენ გიტევ და 12-ს ეკითხება თავის გადამოწმებულს რა ვიცი რომ პატიოსანი ხარო 8-1 ამ თანმიმდევრობით არის ხმის მიცემა ყველამ გაიღვიძეთ ჩატში გასპამეთ ვინ მოიგებს და დაძაბულობა პიქშია ცელსიუსები იწევს მაღლა 8-1 გაიღვიძე რა ვინ ფიქრობს რომ 8-იანმა უნდა დატოვოს თამაში ახლა მიაცით ხმა ვინ ფიქრობს რომ 1-იანმა და მიულოცოთ პატიოსნი ისინი გადაიღო რა იაკუზა ერთ-ერთი ქიმი იყო ამდენი ხანი ერთ-ერთი ქიმი იყო ძალიან მაგარი თამაში იყო, ეპიკობა თამაში იყო. აბა პატიოსნები დაჩაგრულები არიან და რაღაცეები, არ ვიცი. ამ თამაშს ძალიან ხშირად იგებს პატიოსნებთან და გუნდი. მადლობა მონაწილეებს. გთხოვთ რომ ეხა ძალიან მნიშვნელოვანი დრო არის. MVP-ები თქვენი გადმოსახედიდან დავასახებთ. მე მივიღებ გადაწყვეტილებას, კომუნიკაციაში ჩავწერ მხოლოდ და მხოლოდ 4 ადამიანს, იმიტომ რომ მეც ვერ წერ და ხალხმა აირჩიოს 48 საათი გეკნებათ. მოკლედ მე ძალიან მომეწონა ბოლომდე რო დავრჩი ძალიან მიხარია 8 ნომერი ჩემი დეტექტივი ძალიან კარგი დეტექტივი ყავდა რა შეეხება ბოლოს ეხლა ყველა იკითხავს რატო მოკალი 12 რომელიც ჩვენთან ერთად თამაშობდა და არა 5 რატო უნდა მოკლათ 12 ესა რატო არ უნდა მოკლათ ჩვენთან ერთად თამაშობს მთელი მუღამი ის არის რომ ვიღაცა ისეც დააჯერო ვინ შენით არ თამაშობს და არგუმენტებით მოიგო და არა იმით რომ რატო იჯდა ცოცხალი 8 ნომერი ამდენი ხანი მე არ მეყვარს ეგრე მოგება ასე რომ всё ეგ არის რა მადლობა როგორ მოგეწონათ გითხარით ხო არის ნერვიულეთ არ ვინერვიულე მაგრამ დაბნეული ვიყავი მთელი თამაშის განმავლობაში იმიტომ რომ ჯერ ხო ძალიან ბევრი ვართ 12 რა ძლივს ვიმახსოვრებდი ვინ ვის ზერას ამბობდა და მე იმას ვიმახსოვრებდი მე იმის ანალიზს ვაკეთებდი მე იმის ანალიზს რო ვაკეთებდი ჩემ ანალიზს იმის ანალიზზე ცალკე ვაკეთებდი და მე მავიწყდებოდა იმის უნდა მენახა მაინც
You were very good. მაგრამ ძალიან კარგი ხარ, შენც ძალიან კარგი ხარ. გენიოსი ხარ, ძალიან საინტერესო თამაში იყო. ჩემი MVP 5 ნომერი იყო, იმიტომ რომ მიუხედავად მე იმაში რომ დეტექტივს გაყვა, დეტექტივმაც ძალიან კარგად ითამაშა, მაგრამ 5 ნომრის ხელჩაჭიდულობის გარეშე წაგებული იყო ეს თამაში, მაგრამ ანანოსაც რესპექტი, იმიტომ რომ ბოლომდე გაიტანა ძალიან ისე დაამტკიცა რომ ქართველი ქალი არის უძლიერესი პერსონაჟი რა. ძალიან მომეწონა თამაში, გამიხარდა კიდევ ერთხელ მომიყვანეთ, იმედია ასე მარტივად რომ დაუნებდი და გავედი კიდევ ერთხელ მომიწვევთ. ძალიან მომწონს აქ თამაში, მე მგონი ყოველ მოსვლაზე უფრო და უფრო ვიხოცები. 5-იანი და 8-იანი Smash თავიდან მჯეროდა თქვენი, ამან ეგრევე რო თქვა 4-იანი და 6-იანი. ანუ Smash არის მაგარი იყოდი. არა, დონი ვიყავი. დონი იყო ჩემი. ანუ 5-იანმა რო თქვა რომ 4-იანი და 6-იანიო ძალიან კარგი იყო, მაგრამ ანანოს ვასახელებ არ ანუ კი ვიცი რომ ძალიან მაგრად თამაშობ, მაგრამ ძალიან დიდი სიამაყით გიყურებდი რომ ამდენი ხანი გაჩერდი და გული მიკვდებოდა რომ ვერ მარტო დაგტოვეთ და ჩემი ხმა ანანოს მე მგონი ამდენი ხნის განმავლობაში იმსახურებს რომ MVP გახდეს. მადლობა მაგის თითოეულ წევს მაგარი თამაშისთვის, ძალიან მიყვარს ეს თამაში და ყოველ მოსვლაზე ძალიან დიდ ემოციას და სიხაულს ვიღებ. თან მე მაქვს გამოცილი როგორც წაგებს ასევე მოგების ემოცია და ეს ამ მოგების ემოციას არაფერი არ შეედრება, ძალიან გამიხარდა რომ მოვიგეთ. რისკზე გავედი, ძალიან ბეწვის ხიძე გავიარე, იმიტომ რომ არასწორი გადაწყვეტილებებით ძალიან ცუდი გაჩერება მომხდარი იყო და ვინც რისკავს ისვამს შამპანურს. ხო, ბენედიქტინერს სვამს. ის ერთს ვიტყვი რა, გადამწყვეტს. მე რო ბოლოს გავარდნილიყავი, ხმას ვაძლევდი გავარდნას, იმიტომ რომ წინასწარ ვფიქრობდი რას, იცი რომ ეხა ვინც გავარდება თქო, მეორე მხარე იმას იზავს, გააგდებს რომ მე თქვას, ესეთი რაღაცა რომ მე ჩემიანს რატო გავაგდებდი, ერთ ხმას რატო დავკარგავდი, ეგ წინასწარ ვიცოდი რა. აი მე რო გავეგდე, ანანოს მე რო გავეგდე, შენ გაგაგდებდი, იმიტომ ეგ წინასწარ უკვე ვიფიქრე რომ ეგ დაიწყოს დატოვება. მადლობა ყველას და ჩემ MVP-ს 8 და 1 ძალიან კარგი იყვნენ ბოლომდე, მაგრამ ვითამაშეთ, მადლობა. ოდი გითხარი რატო წავაგეთ მომი. 11 ხელი როგორ საკმაოდ 10 იყო ბოლოს შენ ხარ ყველაზე მაგარი მოთამაშე ყველაზე კაი რაღაცა ხდებოდა თამაშს მიღმა რა ვახო რომ შემოვიდა და 12 კაცი გაზლაითინგს რო უკეთებდით რო ვაჯერებდით რო ვახო იყო აბსოლუტურად სწორი გეხოცები ეგ სადმე ლოგში ჩასვით რა აი აქვს ამას ვაჟბატონს არა უნიხარო ვისაშლეთო ერთი ქილი ხდება მოდი ესე ნახე რა ვინები ხოდა 1-6-4 მაფია რაც შეეხება ჩემ თამაშს ალბათ ყველაზე რაც შეეხება ჩემ თამაშს ალბათ ყველაზე სუდი შავის თამაში იყო მადლობა მეგობრებო რომ ესე მარტივად გამაგდეთ და ზედმეტ ლოპარაკის მაგივრად მერჩვი და წავსულიყავი და მაგაზე გეფიქრათ მე რატომ და რანაირად გაბრაზებული ვიყავი თუ რა იყო კარგი ანანო ტოპი არის და ამან მოიგო და არა ამათმა ეს ნომერი მე 5 თვალი აქვს მაგრად ინტერვიუა 7 ნომერი მეგობრებო მე ხო რა თქმა უნდა ინტერვიუში თქვი რომ ძალიან მინდოდა თამაში მაგრამ არა უშავს რა მოხდა გავარდი ისე რომ აზრზე არ ვიყავი არაფრის რა თქმა უნდა მე ვუყურე ანანოს არ ვიცი ქალური ყველანაირი არ ვიცი პატივისცემა და ანუ უმაგრესი ხალები გამოგვეხმიარეთ მეგობრებო ანუ პირველ რიგში და აღნიშნა აუცილებლად 5-იან ანუ ბოდიშიც ვუთხარი რომ არაჩვეულებრივი იყო 12 და 8 არ ვიცი საოცარი თამაში იყო მაგრამ ჩემ ფავორიტად ვასახელებ ჩემ საყვარელ ციფრს 5-იანს მადლობა 8 ნომერი ტოპ თამაში იყო სადაც რაც მითამაშია მაფიაში ჩემი აზრით აი 5 ნომერი რო არ მყოლოდა არ ვიცი როგორ გავიდოდი თამაშის ბოლოში ხო და ჩემი MVP იქნება 5 ნომერი არ ვიცი ესეთ თამაში მართლა არ მითამაშია მაფიაში რავი რამდენჯერ მაქვს ნათამაშები ძალიან ბევრჯერ არა მაგრამ ეს იყო ტოპი რაც მითამაშია და გაასწორა კიდე მოვალ ესეთ თამაშებს თუ რაღაცა მოვაბავთ თავს თუ როგორც ამის მე სულ ესეთ თამაშები დავაორგანიზებთ და რავი მადლობა ყველა თამაშისთვის ვინც თამაშეთ და პირველი ნომერი არ უნდა დამოვიწყდეს პირველი ნომერს აღულ მართლა ბოლომდე რო გაკეთე მაფიით თან ისე რომ გადამოწმებული მყავდი რავი კაი თამაში იყო ძალიან მადლობა 9 ნომერს так MVP ანანოა ჩემი აზრით ეგრევე
რაც შეეხება თამაშს, პირველად ჩემ თავში დაალაგდა და აღარ ნერვიულობდი ცოტა, მაგრამ წესებზე და რაღაცებზე აღარ ვფიქრობდი რა. მესამე თამაშია ეს. ფორმატი, კი, ძალიან კაია. ეს ახალი როლებმაც გაასწორა, ანუ კომბინაციები უფრო ბევრია და უფრო ბევრის ფიქრი გიწევს. მაგრამ ძალიან კარგია საბოლოო ჯამში. ჩემი აზრით, რაღაც მესამე-მეოთხე თამაშიდან უკვე ტვინში ლაგდება ეს ინფორმაციები და ნელა ეს ის მომენტია, როდესაც სიამოვნებას უკვე იღებ რა. ასე რომ მიუხედავად ეს მარტივია თუ ის? მე მგონია რომ უფრო გამოცდილების თემაა რა. ანუ ნელ-ნელა რომ შეეგუები ამ წესებს და რაღაცებს ტვინში რომ დაალაგებ, მე უკვე ყველაფერი ნელ-ნელა რომ მარტივდება რა. შენ გარდა სხვა რო შავია, ხო აწორებს. რა თქმა უნდა, მაგას ვიძახენ, კომბინაციები უკვე ბევრია. ანუ ეს უფრო მარტივი სათამაშოა ვიდრე ის. კომბინაციურად არ არის მარტივი სათამაშო, უფრო რთულია, მაგრამ უფრო საინტერესოა. იმიტომ რომ იცი რომ მეორე ფლანგი არის, რომელიც ასევე იგი ნაწილობრივ შენ ფრონტზე იბრძვის რა და მოქალაქეები გინდა რომ გააქვს. მოკლედ, დიდი მადლობა მოწვევისთვის, ძალიან ვისიამოვნე მართლა, მაგრად გაასწორა. 10 ნომერი იყო ერთ-ერთი მათგანი, ვინც ალბათ MVP-ში უნდა ჩაიწეროს, ყველას უწევდა. სახეს აძრობდა თავიდანვე, მე ნომერმა აყვა. ჩემი MVP იყო 5 ნომერი. ანუ აი მაგიდაზე ყველას ფერში შევიტანე ეჭვი 5 ნომრის გარდა. აი 5-მა ნულოვან წესზე რო ისაუბრა წითელი დრო დაუძახე, იმის მერე ბოლომდე მყავდა უცითლესი კარტი. თამაში ძალიან კაი გამოდგა, რუიანმა ძალიან კაი დეტექტივი ითამაშა, უბრალოდ ერთი წრე მეც დავეჭვდი მის დეტექტივობაში. არ მახსოვს რა, 4-იან ისე ჩავიყო, ვიცოდი, სხვა უნდა გადამოწმინა მაგის გამო. ალბათ. ხო. ხო, მაგრამ და აქ ის იყო რა, პროსტა, ჩემში ქილი არ უნდა ექნა ნომერ 11-ს რა, ეს ვერ გავაგებინე პროსტა, ერთიანი უნდა მოეკლა. ერთიანი უნდა მოეკლა რა წესით. ძალიან მაგრა ითამაშა ანანომ 8-მა, 5-მა. ეგ რომ მოუკვდი მე ვთქვი რომ მოუკვდი თორე, მაგამდე არ ვიძახ, მაგრამ ჯუბად ვიყავ. ანუ იაკუძამ ისევ ორი პატიოსანი მოკლა. ხო, მაგრამ მაინც პატიოსნებმა დავალაგეთ მაგი და კარგადი. დეტექტივის და 5 ნომრის ხო, ეს მაფია მოკლა. ხო, მაფია და იაკუძა ერთმანეთს ებრძოლეთ. ნუ გავიწყდე. მე ვებრძოლე რა. მოკლედ, მართლა ძალიან კარგი თამაში იყო და მიყვები MVP-მდე მივალ აუცილებლად რა. რა თქმა უნდა, არა, ნუ მოდი შენ ახლა გაპასე და ცალკე ვიდეოს ჩაწერ ჯგუფში. არა, აქაც ვიტყვი რა, შანსი არ არის. ანანოს რატო იცით MVP? იმიტომ რომ მაფიის არა, უნდა ვთქვა რა. მაფიის ყველანაირ ლოგიკას და საფუძვლებს გადაახვევინა პატიოსნებს, ანუ მის წინ იჯდა დეტექტივი, რომელიც აშავებს თვითონ ამას და იძახის, ის კი არ გაუშვიტო რუიანიო, ცხრიანი გაუშვიტო და ხალხმა, ცხრიანიო, ანუ ჩვეულებრივად ჰიპნოზი გაგიკეთათ და ანუ ეს იყო მანიპულაციის უმაღლესი ლეველი. ეხლა გეტყვი. ერთი წამი ბოდიში დავამთავრებ, რომ დიდი ხანი არ გამომივიდეს რა. და ანუ იქიდან გამომდინარე, რომ რაღაცა ეტაპზე უკვე უნდა ჩამოყალიბდე რა დეტექტივში, ანუ ამაზე რომ გადაგახვევინა და თვითონ თავის გადამოწმებულ დეტექტივის გადამოწმებულ შავზეც კი არა და დეტექტივზეც კი არა, ვიღაც ხრა გაგაყვანინათ. ეს იყო ძალიან მაგარი ხოდი. მე რომ დეტექტივს გადავამოწმებინე ერთიანი და შავად დახვდა, უკვე ძალიან მაგარი ხოდი იყო ჩვენი მხრიდან, რომ ერთიანი გავიდო და კიდე ერთს გაისვიდა და რაღაცა მოხდებოდა, მაგრამ ეს რო გააკეთე. აბსოლუტურად დიდი აპლოდისმენტები. ქალაქი, მე მიყვარს სიმართლე რა, იმის ტყუილება არ ვიტყვი. ქალაქი არ იყავით ძლიერები, მაგრამ მაგის გამო ხუთიანს არ ვაძლევ რა. ბოლოში ძალიან კარგი იყო რომ ქალაქი გადაარჩენდა ქომაგობდით პატიოსნებს. ძალიან დიდი რესპექტი. ერთიანს ძალიან კარგი დეტექტივი იყავი, რომ მართლა წარმოხვედი ყველაფერზე და რაც თავარია ჩემი იაკუძა იყო, აი როგორი კომფორტული ადამიანი, იცი? აი ძალიან კომფორტული, აი ვიცოდი რომ მე მომკლავდნენ, მაგრამ რაღაცნაირად მინდოდა რომ შენზე გადამოწმება არ წამოსული იყო და აი რაღაც მშვიდად ვიყავი და კარგად და ცილაპარაკა, მაგრამ ნუ რა ვქნა ახლა. იყიდა ანანომ ყველა და ყველაფერი ამ მაგიდაზე, ოლიგა. აი იაკუძა ვინ არის? 9 ნომერი რო შავი იყო, ანანოს დახმარება არ გჭირდებოდა, 4 ნომერს ვეუბნებოდი, რომ შენ თუ ხარ იაკუძა თქვი, იაკუძა მეგონა ის და არა მაფიოზი, თქვი 9 ნომერში ავწევ ხელს და მე შენ ღამე 8 ნომერი მოკალდი, რომ ის მეგონა მაფიოზი. რატო ანანო ყოჩახ რო არ მოკალი იმდენი ხანი, ბოლომდე მეგონა მაფიოზი 8 ნომერი, რომ ამდენი ხანი დეტექტივი დაშის მაგიდასთან ძალიან ალოგიკური იყო ჩემთვის, მაგრამ ბოლოში მე რო არ მოგეკალი, ალბათ შენ მოგცემდი ხმას.
იმიტომ ჩემი მოკლა ძალიან სწორი იყო რა. იმიტომ რომ მოკლა იყო საბა საპანაძე აუცილებლად შეგერა ბოდიში. მოიგებდა. კი, აუცილებლად შევისვლიდი ას. მე რო დავშენილიყავ, ანუ მე რო დავშენილიყავ, მაგიტასთან უეჭველი შევისვლიდი ას კი. ეს ყველაფერი არის ეპიკობები, მეგობრებო. ეს მხოლოდ და მხოლოდ მეორე თამაში იყო და გელოდებით შემდეგ შაბათს 22 საათზე. აბა, მადლობა გულები გაგვისპარეთ და ლაიქეთ გაუზიარეთ მეგობრებს და მომავალ შეხვედრამდე კიდევ გელოდებით მეგობრებო. ლოგიკური იყო რა, ეს იყო დიკაცი. Eso detective bola tu. Вообще гадал, да. Ну, трeze, ყველა წითელი გოზავარი. Ну, трeze ყველა წითელი გოზი მეგონა. იხედებოდა, ეს როგორ დასი, მე მგონი რა არის, მე ვაფშე აფრიკო, ვიცი თვითონ ტრიქში არის რაღაც. ტრიქსია ყია, ნეჟის. აი, ანანო რა შეიძლება შავი გეკეთოს? ბიჭო, მომეში. დაჟე. ეს გონი არ არის, მარჯვენა ხელია, გონი გავიდო. просто ის ვერ გეიქცნო. ბიჭო, და ის 3 ნომერი რო ზიად გამსახურე. ასწორები დეგრია რა. ახარო ჩინგაჭი რა. იცი რა Şans geldi.